მოგესალმებით, ეს არის პოდკასტის ყოველსიტყვა. მე ვარ მისი წამყვანი ბესიკმაშავა. ჩვენ მაუწყებლობთ ქალაქი ფოთიდან. ეს კი არის ჩემი YouTube არხი. გამოგვიწერეთ და კომენტარით, ხოლო თუ კი მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, აუცილებლად დაგვიჭირეთ მხარი. დონაციის შესახებ ინფორმაციას იხილავთ აღწერაში და რა თქმა უნდა, თქვენი გვერდით გომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვითარდეთ. ახლა კი ნება მომეცი წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, მამა გურა მოთხოზორია. მოგესალმებით, მამაო. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა რომ გამონახეთ დრო. მადლობა თქვენს მოწვევისთვის. ჩვენ დღეს საინტერესო თემებს უნდა შევეხოთ და ერთ-ერთი პირველი თემა, რომელიც მინდა თქვენთან გავიარო და რახანია ეს სურვილი მაქვს, არის მარხვის თემა. როგორ გამოხატავს მარხვა საკუთარ თავს დღევანდელობაში? როგორია რეალურად მარხვის არსი მნიშვნელოვანია და როგორ გამოხატავს ის მერე საკუთარ თავს პრაქტიკაში, რომ პრაქტიკები სხვადასხვა კულტურებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეში ასე თქვა განსხვავებულია, ხო? სადღაც ხელმისაწვდომობა არ არის ისეთ პროდუქტებთან, რა პროდუქტების ხელმისაწვდომობა ჩვენ გვაქვს დავუშვათ საქართველოში, ხო? აუცილებლად ადამიანებმა უნდა ინადირონ, ან უნდა ითევზაონ და ასე შემდეგ. ანუ მარხვის ის ნაწილი, რომელიც ასე თქვა საკუთარ თავში მოიცავს კვებით რაციონს, რამდენად არის მნიშვნელოვანი მარხვის პროცესის განხორციელებაში. დიახ, საინტერესო თემაა თავისთავად. უბრალოდ ჩვენში რომ აი ესეთი ტერმინები, მცნებები გინდა რაც დავარქვათ, როგორც არის მარხვა, რომელიც ყველა ჩვენგანს ბავშვობიდან ესმის და ეს უკვე რაღაცა მიღებულია, რომ ეს ასეა და სინამდვილეში თვითონ ეს სიტყვა მარხვა და ის რასაც უკვე მარხვის სახელით ჩვენ ვაპრაქტიკებთ, აი აქ უკვე განსხვავება არის. აი პირველი შეხედავ და დაიწყოს თვითონ ეს სიტყვა უნდა გასუფთავდეს თავისი მინარევების, რაც მას მიეწება და აღიდგინოს თავდაპირველი მნიშვნელობა, რომლითაც ის შემოვიდა ამ სიტყვაწყობაში. აი რახან თქვენ გადაცემას სიტყვაწყობა რო ქვია. ხო და აქედან დავიწყოთ. ნახეთ, პირველი მარხვაზე მარხვის მნიშვნელობა იწყება ადამი და ევას შექმნიდან, როდესაც სამოთხეში ღმერთმა ეს მოათავსა, ნუ უკვე სამოთხეში არიან, სანამ დაეცემიან ცოდვა დაცემამდე ორი მცნება მიცა. დაიცავი და დაამუშავე. ძველ ქართულად არის ცვად და მუშაკობად. აი ეს დაიცავი ეს არის ძველი ქართული სიტყვა, რომელსაც ქვია დამარხვა. ანუ გულში დავიმარხე, ღრმად ინახავ, რადგან რასაც კარგავს ხსოვნა, ღრმად ინახავ ჩვენი გულიო გალაქტიოსაგან. ანუ ეს შენახვა, დაცვა, აი აქედან მოდის პირველ რიგში მარხვა. და შესაბამისად თვითონ ეს მდგომარეობა, რომ პირველი ადამიანს შექმნილს, პირველ ადამიანს აძლევს ამას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი რაღაცა პირობით გვეკუთვნის და მოგვეცა, თუნდაც სამოთხე. იმ პირობით რომ დავიცავთ, ანუ შევინახავთ, დავიმარხავთ, ანუ შევინახავთ და რისგან? ხუთი გზობის ორგანოსგან. აბა ვისგან უნდა დაეცვათ, ვინ იყო იქ მოწინააღმდეგე? ადამ მოხდა კიდეც გველმა რო ჩააგონა, რა ხდება მერე? ადამმა ევამ შეხედა და თვალისთვის ლამაზია სანახავად, გემო პირისთვის სასიამოვნოა, სიტყვა ეს გემოსთვის და იძლევა ცოდნას კიდე მესამე. ანუ აი ესენი დაინახა. შესაბამისად უნდა ემარხულა, ანუ დაეცვა. ესე იგი, რას ვაბურო? ზოგადად ადამიანად ყოფნა ნიშნავს მარხვაში ყოფნას. ადამიანი ვერ იქნები ესე მიშვებულად ავტომატურ რეჟიმში, უბრალოდ ისე. ახლა ადამიანიდან კაცამდე მანძილია და აი ამ მანძილს ხდება ეს ადამიანიდან კაცად ქმნადობის პროცესი მარხვის მეშვეობით. ზუსტად ეგ იყო სამოთხეში მარხვა. ანუ გარკვეული პირობი თუ დაიმარხავ და თუ განავითარ, მეორე არის ცვად და მუშაკობა, რომ გამოზარდა. ახლა მოდი ბოსტანი ავიღოთ. ორი ცნება გჭირდება. პირველი შემოღობვა ეგრევე. და დაიცვა რაღაცების გარეთა და შემდეგ კი ბატონ ეს შემოღობე დაიცვა, მაგრამ თუ ის არ დაამუშავე, რაც იქ დათესე
მაშინ რა აზრიქონდა შემოყვებას? ანუ ორივე აუცილებელი, ერთი შემოყვება, დაცვა და მეორე დამუშავება, განვითარება, პროცესი, განვითარდე და შენვე თავის შესაძლებლობა ხარ. ცნებების ხო, ამიტომ მე რატო შემოვიტანე ეს რომ ჩვენს რეალობაში დღევანდელობაში სამწუხაროდ როგორც კი სიტყვა მარხვას იტყვი იმ წუთას იწყება გასტრონომია და იმის იქით საერთოდ არ არის. არა და არის კიდე გეუბნებით, მარხვა არის ზოგადად ადამიანის მიერ თავის შენახვა, შეზღუდვა, დაკვირვება, ანალიზი, აი ეს ყველაფერი მარხვა, ანუ საკუთარ თავი შენ არა გაქვს მოცემული უბრალოდ ისე დასრულებული და დამთავრდა. დასასრულებელი ხატებად შექმნა ადამიანი ღმერთმა. ხოლო მსგავსება ჩემი პასუხია და ამ გზაზე უკვე მე მეუბნება რომ ორი მცნება გჭირდება მუდმივად შენ როგორც ადამიანს თუ გიდა შედგე ანუ თუ გიდა რომ 64 შეინარჩუნა ანუ ღმერთთან ურთიერთობა და აი ეს მეტი რა არის 64 აბა სამყაროსთან თავდაპირველ მდგომარეობაში ყოფნა როდესაც როგორც კი ჩვენ შევქმნა როგორც ერთი ერთზე როგორც ჟანგბადს სუნთქავ ჩვენ ძალდატანების გარეშე დამატებითი საშუალებების გარეშე ცხოვრება საშუალებები არ ჭირდებოდა ეს არის უშუალო აღქმა როცა შემოდი შენში სამყარო ეზიარების სამყაროს აი აქედან რომ არ გამოვარდო ნახე მექანიკურად რობოტივით კი არ შექმნა რომ სულ ასე იქნება გარკვეული პირობით იმიტომ რომ ადამიანი არის ღვთის ხატება და თავისუფალი ნება აქვს მაგრამ ამავე დროს რომ რახან ის სხეულში ამავე დროს ფიზიკურ სხეულში უნდა განვითარდა მიემსგავსოს ამ გზაზე უკვე თვითონ ამ გზაზე სიარული ადამიანი არის უკვე მარხვა იმიტომ რომ ნახეთ რუსთაველს აქ ასეთი კაც ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმისას დასაბდების ახლა რა გითხარ რუსთაველმა იმას არ გეუბნება კონკრეტულად როდის ზოგჯერ როდის მაგრამ გეუბნება რაღაცას რომ გასარჩევი და მისაყურებელი გაქვს. უნდა აი ეს დაკვირვება. კიდე ერთი გამოთქმა ესეთ ფილოსოფოსების და მამებიც ამბობენ რომ აი მაგალითად მამარდაშვილს აქვს რომ დროში ძალისხმევა. ადამიანი არის დროში ძალისხმევა. ხოლო მამებს აქვს მონაზდობა არის მუდმივი იძულება საკუთარი თავის. რატო? აი როგორც ისევე ბოსტანია ვიყოთ მიწას თუ მიუშვებ თუ არ შემოღობავ და არც დაამუშავებ, რას მივიღებ? სარეველებს. რა არის სარეველები ჩვენ შემთხვევაში? ვნებები, ემოციები, უამრავი სიძულვილი, ბოღმა, შური, გაბრაზება. აი მაგალითად, კაი, მამაპაპურად რომ გაბრაზდე, რამდენი დღიანი მარხვა დაგჭირდება და რამდენი ლოცვა. არაფერი არ უნდა. ეგრევე გაბრაზდები, მაგრამ აი რომ მოითმინო სიბრაზე რომ იმას კრა შეაკავო აბა მიდი რამდენი ძალისხმევი ანუ ერთი კულტურული მცენარე რო გაახარო იქ სადაც სარეველები თვითონ მრავლდებიან და ხარობენ რამდენი ძალისხმევა გჭირდება ზუსტად ასე რომ ადამიანი არის მოცემულობა რომელიც რაფინირებით ხდება კაცი და ეს პროცესია მარხვა ზუსტად შენახვებით თვალის მარხვა რომ თვალმა ყველგან არ ირბინოს ყველაფერს არ უყუროს როგორც ევას დაემართა ყური რომ ყველაფერი ყური რა არის მიმღები თესლი არის სიტყვა ითესება ყველაფერს თასავს შეძბოსტაში რათა თასავ იმას მოიმკიო როცა ჭორებს უსმენ ესეთ სიტყვებს უსმენ ნეგატიურ სიბრაზით აგრესიით სიძულვილით სავსე ინფორმაცია იღურება შენში ითესება ბუნებრივია გული მიწა აქ ითესება აქედან ამოდის მერე პირიდან ამოგივა მოქმედებად გექცევა და მერე პრობლემებს გიქმნით და აი ესე ჯახებში ვარ. ფეხით მარხვა. ყველგან რომ მიდიხარ. ანუ ადამიანი და კაცამდე ძალისხმევით ხდებით. კაცი უკვე არის ის რომელმაც აი ნახეთ ადამიანი არის ბიოლოგიური გვარის არსება დიახ რომელიც დადის ორ ფეხზე. მაგრამ კაცი ვინ არის? კაცი ინდა ვინც იცის ამ ორი ფეხით საწავიდეს. როგორი ადამიანი არის ბიოლოგიური გვარის არსება რომელიც ლაპარაკობს მეტყველების უნარი აქვს მაგრამ შერეკინებში რო არის დაუხურეთ საინფორმაციო ღრუ გააჩია რა მოდის იქიდან აი კაცი როდის ხარ როცა იცი სად რა დოზი თქვა ოჰო არის მანძილი არის ძალისხმევა საჭირო აი ძალისხმევით ხდებით კაცი უკვე ამ ცხოვრების წუთის სოფეში მოხვედრება რაღაცეები არის რომლისგანაც მე უნდა დავიცვა თავი რაღაცეებზე შევიკავო რაღაცეები გავანალიზო ნახე პავლე მოციქული რას ამბობს
ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის. მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ მე არაფერი არ უნდა მომძილიოსო. აი ვინ არის ადამიანი? ანუ მარხვა ყოფილა, ისევ ახალი ტერმინი შემოვიტანოთ, კიდე დავამატოთ სიფხიზლე. იფხიზლე. დააკვირდი. რაჯობი, აი შენ მეფე ხარ უკითხა, თავისუფალი ხარ, გაგიშვო ქრისტე. მაგრამ დააკვირდი ყველაფერს. ნუ იტყვი ყველაფერს, ყველგან უწახვა ყველაფერს, ნუ ისმე და ასე. ანუ ზოგადად მარხვა ეხება, როგორც გითხარით, მთლიანად ადამიანს, ყველა თავისი ხუთი გზნობის ორგანო უნდა ყავდეს სიფხიზლის ქვეშ, უნდა დააკვირდეს, აი ეს არის ადამიანი. და დღეს რაც გაგებულია დავამთავრებ, ეს არის ერთ-ერთი, რომელიც სამწუხაროდ მთლიანად მოიცვა ჩვენი საზოგადოება და ჭამა და მე ფაქტიურად გადადის მარაზმში. ეს დაგვრცინია ქრისტიანებმა ჩვენი ბრალის არის ამდენი ნიშნობა რომ მივანიშნეთ გასტრონომიას რომ უკვე სამარხო ნაყინებს გამოსცემენ მარხვაში, სამარხო შაურმა ვნახე ეწერა. რა ვიცი რა ალბათ სამარხო ხორცს გამო პროცესი თავიდან ბოლომდე ძალიან აი ეს გახდა რა, იმიტომ რომ ჩვენმა ბედოვლათმა ქრისტიანებმა შეუწყვეთ ხელი. ვითომ გონია რომ მარხვა არის რაღაცა იქ არ მივეკარო იმას მარტო ეს აი ამის თქვა მიდოდა ხო? ხო, რეალურად თქვენი სიტყვიდან ის გამომდინარეობს, მაგურამ რომ მარხვა მარადიული პროცესია ეს რაღაც კონკრეტულ პერიოდში განსახორციელებელი პროცესი არ არის, ეს მუდმივად განვითარებადი პროცესია. მარხვაში ვარ. დიახ, ეს არის და კონდეს ეგ სიფხიზლე. ეს არ არის გარკვეულ დღეებში, გარკვეული მონაკვეთებში, ეს არის როგორც სუნთქვარი უწყვეტი ზუსტად ესე ადამიანად ყოფნა უდრის მარხვაში ყოფნა. ანუ მარხვა გითხარით რა არის შენახვა, რისი შენახვა? თვალის, ყურის, ყველაფერი რო ისმინოს თუ არ ისმინოს, ყველაფერი ილაპარაკოს თუ არ ილაპარაკოს, ფეხის, ხელის, გულის, ანუ კონტროლი, ყურადღება. პავლე მოციქული ამბობს, გუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულსო. რომ სხვას რომ უქადაგებ, თავად არ დავჭე უღირსი. ანუ დიახ, მე მივიღე შეიძლება გავიგოთ რომ განსაკუთრებული სამზადისის პერიოდი, ეს სხვა საკითხია. ამ ემოციებზე, ამ თვითკონტროლის მომენტზე შენში. ეს განსაკუთრებით აქტიურდება სპორტული აქტივობის მსგავსად. აი კიდე ომი რო არის, აი რუსულად ვიტყვი, боевая готовность номер 1, боевая готовность номер 2 საბჭოთა პერიოდის ვარ მე და სამხედროს გვასწავლიდე, მაგრამ საბრძოლო მზადყოფა номер 1, საბრძოლო მზადყოფა номер 2 ეს არის დაუშვათ წინასააღდგომო და წინასაშობაო მარხვა. საბრძოლო მზადყოფა номер 1 წინასააღდგომო. ანუ რას ნიშნავს? შენ ჯარს, რომელიც გაფანტულია, მოშვებულია, პირი რასაც უნდა ლაპარაკობს, კუჭი რასაც უნდა იბაჭამ, თვალისადაც უნდა გარბის, ფეხები იქით გამორბია, დაშლილი ხარ, შენი ჯარი გაფანტულია და ამ დროს ტერიბო შემართულობა ისმის ბუკის ხმა და ამ ხმაზე მობილიზებას აკეთებ, შეგონება რომ შეძახებ, რომ მობილიზება უკვე შემართულიყა. აი რა არის მარხვა? შემართულ მდგომარ განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყავს საკუთარი თავი. მაგრამ ეს მას კი არ ნიშნავს ის 40 დღე იყო მხოლოდ ასე. ეს არის პედაგოგიკა ჩვენთვის. ჩვენი ეპოქის ადამიანებისთვის რომ თქვენ ნელ-ნელა ამით რაღაცა შეგვაჩვიოთ, თუმცა კიდე ერთხელ ვამბობ რომ საბოლოო ჯამში მარხვა საშუალება მიზანია. აი ჩვენი პრობლემა რაშია? ჩვენი დღევანდელი ეკლესიის პრობლემა ის არის ეს ყველაფერი რა საშუალება მიზანი გახდა. ანუ მარხვა თვითმიზანი გახდა და მთელი ბრძოლა მიდის იმაზე არ იქ დავარღვი იქ რაღაცა ვქენი და ეს კატასტროფა გონეთ, იმიტომ რომ ყველაფერი ჩამოენგრა. იმიტომ რომ ამით მიდიოდა ღმერთთან როგორ მსხვერპლი მიქონდა და არ არის ეს მსხვერპლი შენი სიცოცხლეა უფლისთვის. შენ ხარ თვით ეს საშუალებაა და ამიტომ ძალიან გააკერპებ. უყურეთ, მარხვა კაცისთვის და არა კაცი მარხვისთვის. შენ არ უნდა ემსახურო მარხვას არ უნდა იყო ისეთი რომ მე არ თქვა რომ აუ ეს რა დამემართა იქ დავარღვე მე რა ადამიანი ჩემთვის არის იქ დავარღვე გამოასწორებ. თავისუფალი ხარ მოიხმარე. ეს შენ გინდა იმისთვის რომ ამაღდე იმ მიშვებულობაზე, ვნებებზე, ემოციურ მხარეზე, რომელიც შე მიშვებული ქონდა, სიფხიზლეში მოხვიდე, იმიტომ რომ აღა თუ კი მიუშვებს ხელს აღა ის ღვინოს დალევა, ჭამას, მათ ყველაფერი, ნუ გასაგებია ხომ ამ დროს შენ კარგავ სიფხიზლე, ეს შენ გეხმარება. ესეთი მეორე, მარხვა არ არის უნივერსალური,
ყველასთვის ერთნაირად დასაწესებელი. აი რომელთა მიმართ მე-14 თავში პავლე პირდაპირ ჯერ ერთი არიან ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, წმენის ხარისხი, ყველას ერთნაირად არ მოეთხოვება, კაცო. და რაც ყველაზე მთავარია პროდუქტი. ეგრე სად არის? არ უნდა დააძალო თავ თუ საშუალება არ აქვს, მაგას იცით რამდენი რამე უნდა შენ კი ბატონო ხორცზე და რაღაცებზე უარს ამბობ, ზედა მაგრამ აბა მიდი და სამარხო საჭმელებით კიდე დამატებით. ოჯახ საერთოდ არა ხანდახან ესეც ხდება. ამიტომ ესე გარედან მარხვა კი არ ტეხს ადამიანს კი არ ამძიმებს. უნდა შეამსუბუქოს. ეს პირიქით სიხარულის მომნიჭებელია. ამას გაზაფხულს სულას იმიტომ რომ ეს არ არის თვითმიზანი დადგურვა ხორცის მარხვა, არა. ეს არის პირიქით ჩემი ცხოვრებისგან იმ სიმძიმეების ჩამოშორება, რომლის მერე ხდება სიმსუბუქე, იმიტომ რომ სიმსუბუქე და ნეტარება სულის თვისება და როცა სულს ვამძიმებ ჩვენ ცოდვები, ჩვენ სიხარულს კარგავთ, ახმას კარგავთ ცხოვრების მადლის მიერ ახმას მძიმდებით და სწორედ მარხვა საშუალო პირიქების გაშორებს ზედმეტს რომ შენ სიხარულში დარჩე რომ მარხვათ, იმიტომ კი არ მარხო მე საიქიოში მცხოვდე ან იქ რაღაცები დავიმსახურ, არამედ მე აქ ვცხოვდე. უпростоრად აქ გამოვიხედო თვალებში. აქ შემემსუბუქდე სიცოცხლე დავინახო რა კარგია მარხვის შედეგი, რომელმაც დიახ ჩამომაცილა ყველაფერი რამაც დამიგროვდა. დიახ. სხვათა შორის ასევე ხო არ ვიცი ეს ასევე შეიძლება თრუწმენის ნაწილი იყოს, მაგრამ ეს მარხვა ხშირად დაკავშირებულია ზიარების ფენომენთან, ხო? თუ იმარხულე ზიარები, ანუ გასტრონომიული ნაწილი თუ შეასრულე ზიარები და თუ არ შეასრულე ვერ ზიარები, იმიტომ რომ რაღაცნაირად შენ ეს ვერ აღასრულე, ანუ თუ შეასრულებ მარხვის იმ ნაწილს, ანუ მარხვას ამგაგებით და გასტრონომიულ სტანდარტებში ჩაჯდები, კი ბატონო, მე ზიარები. აქ როგორ გვაქვს საქმე? მანდაც უყურეთ აქ არის ლაპარაკი კიდე იმაზე რომ მოძღვრებს აი როგორც ექიმებს აქვს სხვადასხვა მეთოდი კურნალობის რა ეს ჩვეულებრივი ამბავია მოძღვრებსაც გააჩნია ანუ როგორ უყურებენ ადამიანს და თვითონ ადამიანი წმენასაც გააჩნია ამიტომ ამბობ რომ მე პირადად მარხვაში თავისუფლებას ვაძლევ ადამიანს მე არ შემიძლია გარედან ვიღაცებს ერთნაირად დაუწესო ყველას უამრავი ნიუანსია ამიტომ ძალიან ინტიმურია აი ლოცვა და მარხვა ძალიან ინტიმურია და მე რომ მკითხო თვითონ ადამიანმა ალბათ თვითონ უნდა აირჩიოს, ანუ ეკლესია აცხადებს მარხვას, დიახ, მაგრამ სულაც არის შესაძლო ყველამ ერთნაირად არ ჭამოხორცი არ დალიორძე და ეს კატეგორიული ესეთი მიდგომა არაფრით არ შეიძლება ეს გამორიცხავს არც მამების სწავლაში ასე და არც სადაც არ ვიცი რატო მოხდა ასე. ამიტომ ვთქვი მაგრამ სიმბირში დაუშვათ მამაო გასტრონომიის ის მოდელი რა მოდელით საქართველოში მუშაობს ვერ იმუშავებს ხო იქ ადამიანები ნადირობენ და სხვა საკვები იქ არც არის ხო რა თქმა უნდა არაფერი საჭმელი არ არის და მეორესაც გეტყვი თუ შენ ლობიანი გიყვარს ზოგს ხორცი საერთოდ არ უყვარს კაცო აქ პრობლემა შემოწმაო ხორცზე კი არა ლაპარაკი და თევზზე და რძერო ცუდია რა 40 დღე რძე ცუდია და 51 დღეს კარგი ხდება და შეგიძლია ჭამო რა შუაშია აქ არის რომ ჩვენ ამით მარტო კუჭს კი არის ეს არის პირველი კლასი ეს არის ბავშვური დონე რომ რაღაცა ისა ჭამის მანია რო გაქვს ამის მოთოკვა აბა მიდი და აზრების მარხვა სიტყვით მარხვა მიდი აბა ადამიანს უკაცრავად ახლა ცოტა იმით ვიტყვი თავისუფლად სოჩიკი რო დაუყენო პირზე და ყოველი არასწორი სიტყვაში 1 ლარი რო დაწეროს საღამოს ბინა გექნება ბანკში ჩასადები და აბა ეს არაფერი არ არის და აბა ის რაღაცა ჭამ თუ არის ის ადვილია რაღაცა ჭამო ეგ იქ თუ ხორცი არ ჭამე ეს ჭამე და 5 ლობიანი შეჭამე და ისევ გაძეხი და რაზე აბსურდულზეა დაყვანი ძალიან მშვებულია და თანმიმდევრულობა ძალიან ამიტომ მენეჯმენტი თვითორგანიზება აი ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ რომ გავასუფთავოთ მაგიტომ ვთქვი მე რომ არქეოლოგია საჭირო გასუფთავება ამ მარხვის აი არის ესეთი ისა პალიფსესტები ქვია მაშინ ხო ის არისო ქაღალდი და ტყავს იწდა ტყავი კიდე ძვირი იყო და ბევრი არ ყავდა ერთ ტექსტს დაწერდნენ იმას წაშლიდენ რაღაც გადაღებავდნენ მე მეორე და ესე პალიფსესტები ქვია 1 5 10 ფენა იყო პალიფსესტივით მარხვის თავდაპირველი მშობავდა და დავიდოდი უამრავი რაღაცა გადასაშლელი და თავისთავად მარხვა უნდა აღვადგინოთ ის გაგვაცოცხლებს რა არის კიდე ერთხელ ვამბობ რომ მარხვა ეს არის ზოგადად ადამიანი
ადამიანად ყოფნა ნიშნავს მარხვაში ყოფნას. ჩვენ მუდმივად შემართო სუფხიზელი ვარ დააკვირდით და აი ამ სიფხიზეს გვაძლევს სული წმინდა მოგვცა ქრისტეში, ანუ ნახე, როდის დაწესდა 64-ში მარხვა, მისცა 64. მისცა გამზადებულად, მათი არ არის, სიცოცხლეც აჩუქა. ადამიანის სიცოცხლე დაჩუქა, გარედან მიიღო. 64 დაჩუქარია, ყველაფერი წყალობა და მადლია. ერთადერთ ითხოვს. აი შეირგე. იფხიზდე დაიცავი და განავითარე. ანუ როგორ გითხრა, აი ერთგვარი ინვესტიციაა ჩავარდნილ ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს, მოშლილი აქვს, თავისი ცხოვრება, ბიზნესი, ვალებით ამოვსებულია, წინ პერსპექტივა არ აქვს და ჩაუდონ ინვესტიცია გამოუყონ. რა დიდი ვისა კრედიტი, მაგრამ შენ რაღაცა უნდა გააკეთო. ხომ ეს კი მიიღება რა, ახლა მოდი ამით ამუშავე ეს ყველაფერი სწორად გამოიყენე. გესმით? ანუ სიცოცხლე და ყველაფერი ჩვენ გვაქვს გარკვეული პირობით. ქრისტე არის ჩვენი 64 უკვე ახალი მდგომარეობა დაგვაბრუნა. დიახ, რაც დავკარგეთ და დაგვიმძიმდა ცხოვრება, 64 იყო ღმერთთან უშუალო დიალოგი, უშუალო, ახსოვს ეს ადამიანს. შემდეგ ეს უშუალობა იკარგება და შემოდის შუალობები, რელიგიები, მსხვერპლი. უფრო პირდაპირ ადამიანი ვერ მიდის, დანაშაული გზნობა ჩნდება, იქ სირცხვილი, იქ შიში და ადამიანი უკვე სისტემების ნაწილი ხდება და ის სისტემებში ისე ჩაეშვა ქრისტემდე, რომ უკვე განწერილი იყო, რომ მას შეძლებოდა ღმერთთან აღედგინა, გამორიცხულია ადამიანის მოდგმას არ შეუძლია. ამ დროს ქრისტე შემოდის ჩემს სხეულში და ჩემი სხეული ჯვარზე აქვს, ანუ მე მათავისუფლებს და ისევ მაბრუნებს 64 მდგომარეობაში. ქრისტეში ვიღებ პირველი წარსული ვალები ჩამოწერილია აბსოლუტურად, მეორე ძალა მაძლევს, მადლი მაძლევს ძალას, რომ ჩემი ცხოვრება აღვადგინო ნანგრევებიდან, ისევ წყობში მოვიდე და მესამე დიდი და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა წინ. ეს უკვე მოგცა. როგორც 64 მისცა და დავკარგდა ქრისტე ახალი 64, ისევ სტატუს quo აღდგა ჩემი კონსტიტუციური მდგომარეობა. ახლა რა ვქნათ? ორი მცდება ისევ. აი ეს მდგომარეობა დაიცავი, ანუ დაიმარხეთ, დაიცავი, პავლე იგივეს ამბობს. ჩააფრინდითო კატაბაინოს ხმაროს ბერძნულ სიტყვას. ამის ახსარისავთ, აი იმედის ღუზა, რომელიც თქვენ მოგეცათ, გადარჩენა უკვე თქვენია. ჩააფრინდით ისე რომ არავინ არ წაგართვათო რა, ვიც არ უნდა იყოსო. რა ესეთი რომ გეჯაჯგუნო. ეს უკვე თქვენი, ანუ ძალისხმევა ჭირდება ამის შენარჩუნა. ამისთვის არის საჭირო სიფხიზლე, იფხიზლე, ესო ამბობ. და განათლება, ანუ დაამუშავე, განავითარე, ეს მარცვალია. ეს შეში რომ ეს ინვესტიციაა და კრედიტი საშიშიც არის, იმიტომ თუ არ განავითარებ სწორად და არ მიიღებ იმ შედეგს, რისთვის და კრედიტი მოგეთ, პასუხის მოგეთხოვება ორმაგად. აბა ის აქ წერია სახარებაშიც. ესე მისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვებათ. ხო და ამიტომ ჩვენ რომლებაც უკვე გადავრჩით, ახლა ამიტომ ვამბობ ამას, რომ ზოგს გონია, რომ თუ იმარხულებს, თუ ეზიარება, თუ რაღაცა მე ცხონდება საიქიოში, თითქოს ერთგვარად იმები სიას ადგენს, რაღაცეებს საქმე ტყუილია ეკა. ჩვენ ქრისტემ უკვე გვაცხოვნა. ეს უკვე მივიღეთ. აქ ვარ ბორჩა ეს ეს ჩემი ახლა მარი ეკლესიაში რა დაწესებულია, იმისთვის რა დავიცვა. მარხვად რაც მაქის, რაც თუ არ მომეცა ეს, თუ არ განვიცადი მიტოვება 64, არ განვიცადი, ჩემი რა დავიცვა მაშინ და აქ ხდება რელიგია შემოდის უკვე. ვისაც ეს განცდა არ აქვს და პირდაპირ იწყებ რაღაცა ხოვდა ვაკეთო. ყველა მარხულობს კაცო. და მარხულობს იმიტომ რომ რაღაცა ამით რელიგიურობის ის დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ ღმერთის რისხვას გადარჩეს, იქ მერე კიდე აკეთებს, იქ დადის ჯვარი, სანთელი, ხატი, ყველაფერი ეს, მაგრამ ეს უკვე საშუალებები ნაცვლად მიზანი გახდა და აქ კიდე პირიქით ჯერ ცოცხლები ქრისტეს გამოყავ ხარ, აღგადგენს მთლიანად 64-ში ხარ ისევ სასტარტო მდგომარეობა, შენი კონსტიტუციური მდგომარეობა აღდგა. აღდგენილია და ახლა გეუბნება, გახსოვს ხომ წარე გამოცდილება იქიდან კეთილინებე და აი ეს მდგომარეობა ახლა არავის არ დაუთმო. ამისთვის მარხულობ, ამისთვის ვეზიარები უკვე, ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს, რომ რაც მივიღე მე და უკვე რომ გადარჩენილი ვარ, აი ეს პირველი შევინარჩუნო და მეორე ეს განვავითარო, გავმოვზარდო. აი ეს მინდოდა მე თქვა იმ დაკავშირებით, რაც უკვე
მუსირებს უამრავი რაღაცები და კიდე გეუბნებით ეს არის ძალიან დიდი პროცენტი არის რომ ეს არის ადამიანური რაღაცა გამოგონებები და მტვერი და ნაცარი რომელიც დასაფერთხია ძალიან ბევრი. კეთილი მამა. ძალიან საინტერესოდ ახსენეთ კიდევ ერთი საკითხი რაც ასევე უნდა განვიხილოთ. ეს არის კავშირი აღსარებასა და ზიარებას შორის. მუდმივად ესეა, ანუ ჩვენთან რეალურად ჩვენს კულტურაში, ასე ვთქვათ, საქართველოში აღსარება წინ უნდა უძღოდეს ზიარებას თითქოს და ზიარებასთან მისული კაცი, ანუ ესეთი წარმოდგენაა, ის განწმენდილი უნდა იყოს რაღაც გაგებით და თუა კავშირში ეს ორი ცალკე საიდუმლოა იდეაში და აი ერთმანეთის გამაპირობებელი თუა ამ გაგებით ანუ აქაც გეუბნები ჩემს აქ რა ხდება იცი რაღაცები ჩამოყალიბდა ჩვენს ეკლესიაში საიდან აქ ამას სათავე არავინ არ იცის 90-იან წლებიდან განსაკუთრებით რუსული ლიტერატურა ითარგმნა და ეს წესები უფრო მკაცრი და სუსხანაკი მათი ბუნების შესაძლებელია ჩვენი ქართული ხასიათი მდგომარეობა ამიტომ არის იყო რომ ჩვენზე ზემოქმედება მოახდინა ამ გარეშე უცხო კულტურამ და რელიგიამ და ის მართლმადიდებლობა რომელიც ჩვენ მართლმადიდებლობა გონია ძალიან ბევრი რაღაცები ჩამოსაშლელია და ეს არის დრო და ჟამის მანძილში ნელ-ნელა რაღაცნაირად შემოსულ და მე ნორმად მიღებული სინამდვილეში საერთოდ არაა კავშირი და ბევრ რაღაცებთან და ესეც გასასუფთავებელია მდგომარეობა და ახლა მოდის ახალი თაობა ეკლესიაშიც ნელ-ნელა განათლება იწყება მამები უკვე ითარგმნება დიდი ჩვენი კაპადოკიელი მამების და ისინი განათლება და არა უბრალოდ რიტუალურად და დოგმა ისე ესეთი მექანიკურად მიყოლა რაღაცეების რომელიც ადამიანს ამძიმებს ხშირ შემთხვევაში და რაღაც საქმეებისკენ უწევს რაღაცა რომ შეასრულოს და ასეთ და აი რაც შეეხება ზიარება და ჯერეთი აღსარება გასაგებია მე მინდოდა შევხედოთ კიდე მონანიება ანუ აღსარება სინანული აი აქაც აი მაგათ ხო გითხარით როგორც მარხვის შემთხვევაში ბევრი მცნება და ტერმინი ჩვენ როგორც გაგებული გვაქვს აქამდე აი ეს არის ყველაფერი შესაძლებელი ეს ასე არ არის აქ უფრო ღრმად გაგებები თუ აქამდე ასე იყო ამის იქით უკვე ჩვენ რაღაცებს თვალი უნდა გავუსწოროთ მონანიება ბევრს გონია მამაოსთან მივა და ეტყვის მამაო ბუზი მოვყარი. ნუ უტრირებულად ვამბობ, რაღაცა ვქენი, ეს ვქენი, ის ვქენი, გავბრაზდი, შევაგინე, დავწყევლე, უამრავი რაღაცები და აი მოინანიაო და სინამდვილეში ნახეთ მონანიება ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მეტანოია ნიშნავს აზროვნების შეცვლას, მიდგომის შეცვლას. ანუ ეს ნებელობითი აქტია და არა აღსრულებული რაღაცა. მე რაც ჩავიდინე ის კი არ უნდა მოვინარიო, მე მაგალითად დავიწყებლე თუ რაღაც, არა მონანიება მიხვედრა. რატო დავწყევლე, რატო შევიგინე, რატო შემშურდა, რატო განვიკითხე ფესვები. აი ერთი ქალი ობობას ქსელისგან ასუფთავებდა ოთახს და თან ლოცულობდა უფალო, როგორც კი ამ ქსელისგან ასუფთავებ ოთახს, ისე გაწმინდე ჩემი გულიო. ცოდვებისგან ხო კარგი ლოცვა ერთხელ ორჯერ ახლა კიდე გავიდა ორი კვირა ისევ მოქსოვა ობობამ ისევ მოქსოვა ისევ ქსელს და ბოლო ერთხელ ხმა გაიგონა ქალო ის ობობა მოაშორეო და დამასვენე მეც და შენც დაისვენება ღმერთმა ნუ ღმერთის ხმა და ახლა დავამატებ კიდე ხო და ნუ ანუ უყურეთ ობობა ქსოვს ის მოქსოვილი კი არ უნდა მოინანიო აღსარებაში მაგალითად ევსქენი ერთ და იგივე მეორდება 12 წელია აღსარებებს ვიბარებ მუდმივად ვინც აი ამ კუთხით ცდილობს რომ აი მე ევსქენი არაფერი არ იცნება მუდმივად მოვა და ერთ და იგივეს გეტყვის იმიტომ რომ ქსელებს ებძვის ქსელს და არ დაფიქრდება რომ ეს კი არ უნდა მოინანიოს და ახსაბეთ თქვენ განვიკითხე არამედ ფესვი ობობასად არის რატო მხარ მუდმივად და მაშინ რა გამოდის რომ გარიგება ხდება ერთგვარი ადამიანი ცოდავს მამაო ეოლარ დაადებს
და რა მე თავს ვიტყუებთ როდემდე შეიძლება ეს ნორმალური სახე მიიღო ამან ანუ რაღაც პროცედურული სახე მიიღო მოხვედი აქ ეხლა გაგ უფლება მიხვიდე დაუშვათ ზიარების თავს ინუგეშე ფსიქოლოგიურად იწყნარებს თავს ეს რომ მამა უხოდამოდე რაღაცა ერთგვარი შვებაც აქვს და სინამდვილეში ერთ კვირაში იგივე საკეთებს ან მეორე დღესვე ან გარდაქმნა ხდება ანუ აი მონანიება ამიტომ გეხდე უყურე მონანიება მიხვედრა რატო მონანი ფესი ობობას დანახვა ამიტომ ებრაული სიტყვა კიდევ უფრო აძლიერებს ამის მნიშვნელობას მონანიებას ებრაულად მონანიებას ქვია ჩუვა ეს ნიშნავს პასუხში დაბრუნება აი 180 გრადუსის მობრუნება ანუ ეს შეგნება ნების შეცვლა არის ნების გადატეხა და არა შედეგი იმიტომ როდესაც მე ვწოდა ვიმტო საკუთარ თავს მივენდე ამან წარმოშვა ცოდვები უკვე საქმეები მე საქმეებს კი არ უნდა ვებრძოლო რამ წარმოშვა ეს საქმე მე ღვთისმკვლელობა რატო ვწოდავ ნუ თუ ღმერთმა ასე უძური არსება შემქმნა და ხოლო ცოდვისთვის შემქმნა გამწირა სად არის გამოსავალი და აქ იპოვით ნებელობაშია ერთადერთი ადამიანად ქმნის ნებელობა აი ნებელობა რო ქონდა იმიტომ არის ღმერთმა ავე ევამ რო გაიშვირა ხელი 64 ხისკენ არ დაუშალა იმიტომ რომ ესე მოხდა მასში და გაგება მიუშვა რომ მე სინანული ქონოდა რომ მიმხვდარიყო აი სანამ ამიტომ მონანიება ქართულად შეესაბამება ყველაზე კარგად გონსმოსლა გონსმოდი უგუნურ გონსმოდი გონი რა არის ქართულად ვიგონებ მოგონება გახსენება ანუ გონიერი კაცი ვიყოფილა ხსოვნიერი კაცი რას ნიშნავს ხსოვნიერი იცი საიდან მოდი თუ არა მანქურთი ხარ იმიტომ თუ შენ დაგავიწყდა 64 შვილი რო ხარ შენი სტატუსი რო გადავიწყებული გაქვს შენი სტატუსი მეფის შენ მოქმედებ როგორც გლახა როგორც მატერიის ნაწილი და გერევა მატერია უკვე შენ თვითონ დაემონე მატერიას იმიტომ რომ გეგონა რა ამის პროდუქტი ხარ და შესაბამისად თუ პური დაგაკლდება და არ ჭამეკვდები და იესო რას აკეთებს უდაბნოში პურზე უარსაბობ ამიტომ მე მაქვს სიცოცხლე რომელიც ამ პურზე არა დამოკიდე ანუ შენ მონანიებით იხსენებ რომ მატერიამდე იყავი ღმერთში და უკვე მეფე ხარ შესაბამისად მე ვერ ვწოდა უკვე ვის უნდა შემშურდეს ვინ უნდა გადვიკითხო როდესაც მეფესავით უყურებ სამყაროს ჩემი სახლია რა უნდა შემაშინოს რაზე უნდა გავბრაზდე ვინ უნდა მოუკლა ნახე ეს გახსენება აი ეს არის ქრისტემ რაც შემოიტანა დაგვაბრუნა თავის თავდაპირველ მდგომარეობაში ქრისტე გვახსენეთ ანუ როგორც კი ჩვენი ცოდვა უყურე ქართველები რო ვამბობთ ცოდვა ბავშვი ცოდვა ადამიანი ცოდვა ნიშნავს აცდენას ბერძნულად ამარტია ავწდით და ამიტომ ეს განსაკითხი კი არ არის შესაძოდია შესაწყალებელია ანუ რო ავწდით ნებით საკუთარ თავს მივედეთ გამრჩევლობას და ამ გამრჩევლობამ შექმნა ის სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ იმიტომ რომ ჩვენ სრულ ინფორმაციას რო არ ვფლობთ და ამ დროს გამრჩევლობის უნარი ჩავიგდეთ ხელში დავიჯერეთ რომ მე მეწოდინება კეთილი და ბოროტი როგორ დაიჯერა ევამ ხო მე ყოველ ჯერზე რასაც ვეყნობი ეს კარგია ეს ცუდია მე კი ვამბობ ამას მაგრამ იმის გამო რომ ჩემი ინფორმაცია წირია ეს ვწოდვილობ ფაქტიურად და უკუ შედეგებს მაძლევს და სამყაროსთანაც იმაში მოვდივარ კონფლიქტში მოვდივარ ამიტომ მე ვამბობ ასეთ რაღაცას ცოდვები კი არა ცოდვა აბა თუ მიმიხვდი მესმის კი ჩადენილი ცოდვა კი არ არის ცოდვა ის შედეგია ცოდვა აცდენაა ცოდვა ამიტომ ცოდვას კი არ ებძოლო იმას ებძოლო ასე რატო გშურს რატო განიკითხავ ოიგარი მონანიება ეს თუ ფესვის თუ გაცნობიერება არ მოხდა შესულ შეცოდავ და იესომ ეს გააკეთა გონს მოგვიყვანა გაგვახსენა ვწოდავდით იმიტომ ვწოდვილობდით ვწოდავდით თავს მივენდეთ და ჩვენ შევქმნით ის სამყარო რომელიც აგერ გვაქვს წუთის სოფელი ეს არის 64-ზე ზედ დაშენებული ჩვენი ტვინის შექმნილი მოთითხნილი როგორ გითხრა აი პატარა 3 წლის ბავშვმა დედას რო თხოვო დედა ხაჭაპურს გამოვაცხობოდა დედა ეუბნე ვერ გააკიდე და შეეხვეწა დაუტოვა დედამ ქვილი ყველი წყალი და 1-2 საათში რომ მოვა დედა რა დახვდება იქ შეხედეთ წუთის სოფელს გავს ეს ნორმალური მას დათუთხნილი ყველაფერი აქეთ ომები იქით უბედო შიმშილი აქეთ ისა სიკეთე ყველაფერი აზელილია ერთმანეთში რა არის ამის მიზეზი ჩემს გამრჩევლობაზე მინდობა ანუ ცოდვა ანუ ამარტი ანუ აცდენა
ესე იგი ახლა მონანება რა არის, როცა ამას მივხვდი, რა შედეგი მიიღო ამან, შედეგს კი არ ვებძი, სახელმწიფო წყობილებებს კი არ ვცვლი, რელიგიებ რამდენი შეიცვალა, მაგრამ შედეგი ნოლია, საქართველოში დააკვირდება ბოლო 30 წლის მანძილზე 5 თუ რამდენი ხელისუფლება შევცვალეთ. ნოლია შედეგი თითქმის ერთ ადგილამდე თავარი არ ხდება, ადამიანი ბედნიერი არ არის საქართველოში. გარბის გარეთ რა უნდა თვითონაც არის ის. ამდენი ეკლესია მონასტრები გვაქვს 1000-ზე მეტი, მღვდელმსახურები, ძალიან კარგია ეს ყველაფერი. დიახ, პატრიარქმას თქვა მაშინ რომ პირველად ჩვენო დროც არ გქონდაო განათლების და პირველი საჭირო იყო ფიზიკურად ტაძრების აშენება, მღვდელმსახურების სიმრავლე, დიახ, მაგრამ ახლა დადგა ჟამი, რით ამოვავსოთ, თავარს მივხვდეთ ახლა. აქ რაოდენობა რას გიშვენი თუ არსი არ არის გაგებული. რა არის არსი? ის რა არის არსი? თავარი არსი ის არის, რომ აი მივხვდეთ პარადიგმა შევცვალოთ. მონანება რა არის, რომ ჩვენი შედეგი რაც გვაქვს, ეს არის ჩვენი გამრჩევლობაზე მინდობის შედეგად შექმნილი. შევცვალოთ, აი ეს არის მიდგომის შეცვლა, ამარ ისა მონანიება. და ცოდვებს კი არ ვებრძოლოთ იმდენად, რამდენადაც გავიხსენოთ ვინ ვარ ჩვენ მადელის მიერად, აი ვინ ვარ, აი ეს გჭირდება ქართველებს ახლა. ნათლისღება ჩვენთან ტარდება, ყველა ბავშვი მონათლულია, ძალიან კარგი, ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ ბავშვმა ის ნათელი თუ არ გაიგო რა მოხდა ნათლისღება, ნათელი როგორ იცხოვროს მაშინ რელიგიურად იცხოვროს, გემო არის ის ნათლის გემო და ის როგორც რელიგიური ადამიანი მოქმედებს, ისე რომ სიხარული არ აქვს. ამიტომ დღეს უნდა მოხდეს განათლება, რა მოხდა ნათლისღებისას, რა არის მონანიება, ნამდვილი მონანიება, რა არის ნამდვილი ცოდვა, თორე სულ ვითამაშებთ. მონანიებაც ერთი მხრივ განათლებაცაა. რა, მიხვედ რა, რომ არ მიედო აი უყურე რა არის განათლება. განათლება ხო ნათელი ქრისტესი განგვანათლებს. რა სიჟავ? ცხადია ჩემთვის. ნათელია, მივხვდი, უკვე კითხვა არ არის და უკვე თავისუფლდები და რა გამოდის მაშინ ქრისტე ცოდვისმსახური გახდა? ვერ ისა ჟარგონზე რო თქვა, გაправებულია ცოდვები? ანუ ქრისტე გვეუბნება თქვენ გიხსენით და ცოდეთ რამდენიც გინდაო? თუ პირიქით ქრისტე იმიტომ მოდის ისეთ სიცხადეს ნათელს გაძლევ და ვერ შეცოდო. იონე პირდაპირ ამბობს, იონე მახარები ქრისტე ვისშიც არის ვერ ცოდავს, იმიტომ მისი სული მასშია. მაშინ შენ კითხვას დამისვამ. რატო ვცოდავთ მამამგო? დიახ, მაგრამ მე არ ცოდავ, ჩემი სხეული ცოდავ, ჩემი ბავშვურობა ცოდავ. ანუ ცნობიერებით, გაგებით მე მივიღე, მაგრამ ჩემს სხეულს დრო უნდა რომ ვიდრე მე დამიჯერებს და მე აი მქონადობის პროცესში ვარ უკვე. ამიტომ შინაგანად მე უკვე უცოდველი ვარ, ანუ სიცხადე ვნახე, გავიგე, გამახსენდა ჩემი არსი. ეგ არის მონანიება, ვინ ვარ მე ქრისტეში გამოსყიდული ვარ, გათავისუფლებული ვარ, მიხარია. ახლა მეორეა რომ აი ეს რაც მაქვს, სხეული ხო მაქვს ეს დაცემებული. აი ეს მებრძვის. აი სიფხიზდე და მარხვა რა არის. რომ მე ჩემი ამ სულით, ამ ჭეშმარიტებით, ამ რწმენით, როგორც წმიდა გიორგიმ შუბიძილია გველეშაპს, ხო? ამ განათლებად იქ კი არ კლავს თუ დააკვირდებით ქართულ ხატებში, არის აიძულებს, ეს დრგუნავს, აწვება ისე რომ ეს უგუნურობისგან გაათავისუფლოს. და შოთა რუსთაველიც გენიალურად გვასწავლის. ესაა დაგვავიწყდა ჩვენ ყველა რამხელა სიმდიდრე როგორ განათლებას რამდენი შეუძლიათ, იცი სრულად შეუძლიათ ჩვენი ცხოვრება შეცვალოს სწორ ხედვა. ნახე რას ამბობს რუსთაველი, უცები მოსრის მწოდნეთა ცოდნამან ხელოვნებამან. უცები არის შეუცნობელი, უცებ რო ვამბობ ძველ ქართულად. და შოთა რუსთაველს ეს აქვს ბოროტების სინონიმად. უგუნურება, უმსგავსობა, უცხო, ეს არის ბოროტება, ანუ არსი კი არა აქვს. არამედ არ ვიცი ჩვენ და იმიტომ არის საშიში, თორე თავისთავად არ არის საშიში. ამიტომ რა მოსპობს ამ ბოროტებას, მასთან ბრძოლა კი არა, თვალის დახუჭვა კი არა, გაქცევა კი არა მისგან, არამედ ახლოს მისვლაო. ცოდნა და ხელოვანება. ანუ განათებით მოისპობა, ბნელი არის ნათლის ნაკლებობა. სხვათა შორის, ახლა მეგრელი კაცი ხარ, თუ იცი მეგრული, ნახე, მეგრულად ჩე არის ნათელი, ხო? თეთრი ჩე და ბნელი რა არის? ბნელს რა ქვია მეგრულად? შავს. უჩა არის უჩა, ანუ არათეთრი, არ ნათელი. ნათელი რო აკლია, არსი არა აქვს. ის არის შავი, იმიტომ თეთრის მოკლება. აბარა? ანუ დაიძლევა სიბნელე, ბოროტება, რით დაიძლევა თურმე? არა პატარა ბავშვს დაუშვა სიბნელი შეეშიდება და ყვირის, მაგრამ მეორე სანაც გაანათებს და შევაშიგნით.
ამიტომ ნუ ებრძვით ბოროტებას პირდაპირ ბნელს ნათელს ის შენი გამოწვევა ის შენი გაფართოების არეალია შენ სინათლით უნდა გაიმტო რომ თუ ეს არ იქნებოდა არათეთრი არნათელი უჩე მე რო გითხარი მაშინ როგორ გავცელდებოდა სინათლე ამიტომ კი არ უნდა ებრძოლო და ამოავსო განათლებით ამიტომ ჩვენ აი ეს რაც ჭირს ახლა ვილაპარაკეთ ზიარებას მარხვაზე ყველაფერი ჭირდება სწორი განახლებული მიდგომა გახსენება და ჩამოიშლება ის რაც ყალბია ჩვენ ცხოვრება შეიცვლება ჩემო ძმაო ცხოვრება ურთიერთობები თვალებში გამოიხედავ სხვანაირად დაინახავ ყველაფერი მეტი ჩვენ არაფერი არ გვეშ გარედან აზრი არ აქვს არაფრის შეცვლას იმიტომ მოდის ქრისტე იერუსალიმში არ შედის მეფედ იმიტომ რომ არ იყენებს გარეგნულ ძალადობას იცის რომ აზრი არ აქვს ფიზიკური ძალის გამოყენებას ადამიანის გადასაკეთებლად თვითონ თავის ბუნებაში აღმოაჩენს ჩემში ამ ადამიანის ბუნებაშია შიგნით ბოროტება ამას აუქმებს გვათავისუფლებს ძველი კაცისაგან ერთგვარად მოგვაჯ და ბუბრუნდები იმ მდგომარეობას რომელიც დავიწყებული ქონდა ან ფაქტიურად გახსენებაა ეს ყველაფერი ხსნა ქართულ სიტყვა ხსნა მიხსენი გამახსენე ხსენებას უკავშირდება ამიტომ აქაც რო გითხარი ზიარება არის 64 ფაქტიურად ზიარება რას გეკითხებით მამა აი ყველა მონათლულის უფლება მოსილება ხომ არის რომ ეზიაროს ანუ აქ რამე წინაღობა ხო არა აქ ქრისტიანს უკვე მონათლულს ნათელღებულს იმისა რომ ეს არ ეზიაროს ანუ და ბევრი წინაღობებია ფორმალური რაც ადამიანს აბრკოლებს მიახლოს ზიარებას. პრობლემა იწყება ისევ იქიდან, ჩვენ რომ მართლა ნათელღებულები ვიყავით, დიაიურე ვართ ნათელღებულები, დიახ, დოგმატურად თუ ეკლესიურად, კი ბატონო, ჩატარდა ყველაფერი, მაგრამ ახლა მე შენ რომ მოგცე, დაუშვათ მემკვიდრეობა, მილიარდის მემკვიდრეობა დაგიტოვო. ჩემი ქონება, მაგრამ ისეთ ენაზე დაგიწერო, რომ შენ ვერ კითხულობ ამას და არც იცი მისი არსება, ისე წახვალ ამ ქვეყნად ვერც გამოიყენე. Че მოვნათეთ ის ბავშვი და მე ნათლების გარბი არ კაციშვილი არ ეუბნება ბავშვს და უკვე ის უკვე თავის თავს მიაკუთვნეს უკვე მართლმადიდებლობას უკვე ის არის და მე ეს რახან ეს ნათელი არის ის რა არის მაშინ როგორ ეზიაროს რა სიხარული განიცადოს უკვე რელიგიური ხდება და ამიტომ არის განათლება საჭირო რომ ის ნათელი რომელიც ბავშვობაში დიახ მოინათლა იურიდიულად მაგრამ გზადაგზა მე მონანიებით ანუ დაიმიმებით და აღიგზნოს რაც იქ მოხდა ის უნდა გაახსენდეს ნათელი უნდა მოვიდეს ადამიანში რომ შეიცვალოს ხო ეს ნათელი შიგნით მოდის იმიტომ რომ ნათელი ამ სიყალბეს გადა ამიტომ მე ვამბობ რომ ზიარება ნიშნავს სამოთხეში ყოფნას ისე ქრისტე ჩვენი სამოთხეა ანუ რა არის სამოთხე უშუალო ჭრეტა უშუალო ურთიერთობა შემოქმედთან ქრისტე ჩვენ წოდები რომ მოგვაშორე და მოკვდა ჩვენი წოდები მეც მოკვდე როგორც ადამიანის მოდგმა უკვე რომელმაც სამოთხე დავკარგე და არ შემეძო ღმერთთან ზიარება უკვე ქრისტეში რომ მოვკვდი და ავსდექი მე უკვე ისე ვეზიარები სამოთხეს ანუ ყოველ ჯერზე როცა ქრისტეს ვეზიარები სამოთხე სიცოცხლეს ვეზიარები სიცოცხლის წილს ვიღებ ჩემში და მე ცოცხალი ვარ როგორც ქრისტე გადმომედება ქრისტეს სიცოცხლე ეგ არის ზიარება რასაც ეზიარები ის ხდები შე ხო აი მაგრამ მე თუ გრიპი ერთი მომენტია წინაღობები არის სახარებაში თუ ჩავხედავთ მაგალითად აი მებაჟეებთან დაუშვათ მეძავებთან ქრისტეს ესეთი უშუალო ურთიერთობა ქონდა ხას უსამართლოს უშუალო ანუ მან გამაშვალებელი არაფერი არ იყო ქრისტესა და მათ შორის ანუ დაუშვათ მებაჟე ზაქეს ეუბნება ხო ჩამოდიო შენ ხიდან და მასთან მიდის უაპელაციოდ არაფერი განხილვა არ უძღვის ამას წინ ეგ არის მნიშვნელოვანი ყველას რაღაცნაირი შინაგანი უპირატესობა აქვს იმისა რომ ქრისტესთან თანაზიარებაში იყოს როგორც ყველასია პოტენციალი სასწაულია ხო და ამიტომ ვამბობ ჩემო ძმაო რომ პრობლემა უყურე ასე რაც ახლა რამდენიმე ტერმინი ვთქვით ჩვენ ვთქვით მარხვა ვთქვით ცოდვა ვთქვით მონანიება ვთქვით ზიარება ყველა ესენი არის აღსადგენი ეს თვითონ ტერმინოლოგიურად და არსობრივად აი ეს გაგვათავისუფლებს ჩვენ შეიცნობ ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს თქვენ საუკუნეების მანძილზე როგორც იუდაური რელიგია მოდიოდა და ქრისტე რო მიიღო დაბადა ხო ვისთვისაც იყო ეს ამიტომ ქრისტეს ვერ ცნობენ თურმე გზადაგზა იმდენად რაღაცეები დაიმწვერა ეს მოძღვრება რომ ფაქტურად მათი მესია რომელიც უკვე მოვიდა უკვე უცხოა ეკლესიასაც საუკუნეების ეს არ არის გასაკვირი კაცო ეგ არის ასურელი მამები რო ჩამოვიდეს 13 ასურელი მამა რა ქრეს აღადგინეს ხელახლა ისე მინავლული
განათლება შეიტანეს, იმიტომ რომ როგორც ცეცხლი ინაცრება და ხშირგადაში გუნდა გადაკეკვა, ჩვენი ეკლესია წარმოიდგინეთ ხა ბოლო საუკუნეებია. რამდენი განათლება გვაქვს იქით სპარსელებს ვერ ვძოდით, ირანელებს, თურქებს საუკუნეების მანძილზე, იქ ბიზანტია რო აიღეს მუსულმანებმა ჩვენ ევროპულ სამყაროსგან, რომელმაც უკვე მანამდე მე-14 საუკუნეში თარგმნა სახარება ლუთერმა მოუწყდით თლიანად და აქეთ დავრჩით იზოლირებული და მხოლოდ რიტუალურ დონეზე, გარეგნულ დონეზე შევინარჩუნეთ მართლმადიდებლური განათლება სად იყო 1999 წელს ითარგმნა ჩვენთან თანამედროვე ენაზე ბიბლია, თლიანი ბიბლია. მანამდე სახარების რაღაცები იყო და ძველი ქართული რაღაც ძნელია, ყველა ვერ გაიგებს და იქ მერე რუსები შემოდიან 200 წელი რუსულ მასე გადადის ყველაფერი ეს ხასიათები რუსული და ქართული ხასიათები დაეჯახა ერთმანეთს ჩვენი მართლმადიდებლობა რომელიც უფრო მეტად იყო ვეფხისტყაოსნის მართლმადიდებლობა გმირების ვიდრე აი ეს რელიგიური ქრისტეს შეხედეთ ქრისტეს ვინ არის ქრისტეში შეგიძლიათ ნახოთ რელიგიური ადამიანი? აი სულიერი სად გადის გვარი? არა, ცალკე გამოყოფილადაც არ არის, ხას არ უსვამს არაფერს, იმდენად უბრალოა, იმდენად ყველა მდგომარეობაში ჭამს, სვამს, სოდვილებთან ურთიერთობს, მისი სამეთყველი ენაც უბრალოა, სიყვარული გამოკვეთილი ისეთი ის არ აქვს. ვეფხისტყაოსნის გმირები, ესე ანუ მართლმადიდებლობა ცხოვრების წესია და ზუსტად ჩვენ რა დაგვემართა, ესე რელიგიაში გადავედი, საიქიოს მართლმადიდებლობა უფრო არის ჩვენი მართლმადიდებლობა, ვიდრე სიცოცხლით ყოველდღიური მოყვასის სიყვარული, უფრო ყურადღებას ვაქცევ, აბა ბარხულობ, მოძღვარი ყავს, ეზია, ბიჭო, აფიქსირებ ამას. დაფიქსირებისთვის კი არ არის ეს იმისთვის არის, რომ მე ხანდახან ვამბობ ხოლმე, ჩემთან რომ მოდი ეს მრევლი და თქვენ მეთქი ხანდახან ისე მოდიხარ თითქოს 6 დღის მანძ 7 დღიდან 1 დღე მოდიხარ და 2 დღე საღამოს თუსაც ის რო და მე თავისუფლება გაქვს. ასე იგი მე ჩავაბარე, იქ დავაფიქსირე, ვეზიარე, მამაოსთან ვიყავი, თქვი და ახლა უკვე სვაბუდაზე ვარ, უხეშად თქვი. არა და პირიქით მეთქი, ამ ეზოდა რო გადიხართ, უკვე ფრონტის ხაზი იწყება. და თქვენ მოდიხართ აქ მე ერთი დღე, კვირაში ერთი დღე რომ დაჭირილი მეომარით რომ პირველ ფრონტზე იყო იქ ცოლთან, ქმართან, შვილებთან, მეზობლებთან, სამსახურში ყველგან ფრონტის ხაზზე ხარ. ქრისტე ჯვარცმული ცხოვრება უნდა აჩვენო. ქრისტიანობა ყოველდღიური, ყოველწუთიერი ჯვარცმული ცხოვრება და არა ხატების კუთხის ქონა და პირჯვის გადაწერა ტაძართან და რაღაცეები ვირეშმაკობები გამოვიგონეთ. პირდაპირ ვიტყვი რა, მე არ მეშინია ამ სიტყვები. ძალიან უამრავი დავახვავეთ და ჩავანაცვლეთ ელემენტარული ადამიანებს არ გავართ კაცი რო კვდებოდი შიმშილით არც მოიკითხა და ქრისტე გეუბნება მოყვას რომ მიგავ ტაძარში მსხვერპლი ჯერ გაიხსენე ძმას თუ აქ რაღაც პირველი ეგ არის ურთიერთობების სიყვარული და მერე არის ეს ფორმები და ჩვენ კიდე ფორმები მიზნად ვაქციეთ აბა ვინ ყავს მოძღვარი აბა როდის ეზიარე აბა ეს აბა სად არის ამის შედეგი მაჩვენე ამიტომ თქვენ აქ მოდიხართ მეთქი თქვენ მოდიხართ უკვე ლაზარეთში ფრონტიდან დაჭერილი ჯარისკაცები რომ მოდიან იქ რა ხდება გადაუჭირიან ჭრილობებს გადაუხვევენ ანუ აღსარება ზიარება გაჭმევენ ტყვია-წამალით მოგამარაგებენ ანუ ქადაგებით ამით და როგორც ეკლესიის ეზოდან ფრონტის ხაზზე მიდიხართ პირდაპირ აქედან რომ 6 დღე თქვენ 7 დღე იქ ბრძოლაში ხართ მუდმივად მერე მოდიხართ ისევ დაჩეხილები იქ ვიღაცამ დაიწყევლა ვიღაცამ შეიგენა დაიჭერა ხო იჭერება ადამიანები ვარ ჩვენ წოდავთ აბა ეს ჩვეულებრივად არ ვეგუებით მოვდივართ ისევ ეკლესიაში გვამაგრებენ აქ ზეთხსხებენ ვეზიარებით აღსარებას ვამბობთ ქადაგებას ვისმენთ გადაგვიხოვენ ჭირობა და ისევ ფრონტის ხაზი აი რა არის ქრისტიანობა და ამიტომ ესეც ძალიან ბევრი, იმიტომ ვთქვი, რომ ეს ცხოვრების წესია მართლმადიდებლობა პირველ რიგში ყველგან მართლმადიდებლური იყო ყოველ ფეხის ნაბიჯზე და არა მხოლოდ კვირას და საღამოს ლოცვაზე და დილის ლოცვის და საღამოს ლოცვის დროს. ეს ყველაფერი საშუალებებია, რომ მე ვიყო ქრისტიანი ყოველ გამოწვევისას, რომელიც ცხოვრებისგან მომელის მუდმივად უწყვეტ. აი ეს არის მარხვა უწყვეტი ორი მცნება მეთქი, დაიცავი და დაამუშავე საკუთარი თავი მუდმივად. სიფხიზლეში ყოფნა. ანუ შენარჩუნება იმისა, რაც მოგეცა და ბოლომდე ერთგულებით დაცვა იმ სიყვარულის და იმ მადელის და იმ სამოთხის, რომელიც ქრისტეში გეჩუქა. კიდევ ერთი კითხვა, მამო, მაშინ თქვენის ნებართვით, ვინ არის მღვდელი და რა დანიშნულება აქვს მას? ხო. მღვდელი
აქ ერთი საკითხი უნდა გავარკვიოთ, რომ ჩვენთან ესეც არის გასარკვევი სხვადასხვა და არასწორი ტენდენცია, რომ უხეშად ვთქვათ, აი ჩვენ დროს იყო ხელოსნები, რუსულ იმას გამოვიყენებ, მასტერ ნავსე რუკი. და თუ ესეთი იყო ადამიანი არ ენდობოდნენ. აი მაგალითად თუ შენ ნახავდი განცხადებას, რომ მე ვაგებ კაფელს, ვარ მალიარი, იმას შვები, რა ქვია, ვაშენებ, სვარკას ვაკეთებ 5-6 და უკვე საეჭოა. იმიტომ რომ ჯობია ერთ საქმეში იყო სპეციალიზირებული კარგად, ვიდრე ყველა საქმე. ისე გამოვიდა, რომ მღვდელს მიაბეს ყველაფერი აბსოლუტურად. მღვდელი ლამის რაღაცა რომ გააკეთო, სადმე რომ წავიდე მღვდელს ეკითხები, იქამდე დავიდა რომ ძალიან დამახინჯეს მონასტრული წესი იქნა შემოტანილი სამწუხა ეგეც რუსული გეუბნებით 90-იან წებში ითა ბრიანჩანინოვის და იმათი დიდი ცნობილი ბერების მეუდაბნოე ბერების ბროშურები თარგმნებოდა და მე მახსოვს კაც 93-ში მოვედი მაშინ ეკლესიაში აი იმით ვცდილობდით გვეცხოვრა იმ სიმკაცრეებით და ეს ძალიან ბევრი ისა და ამიტომ მღვდელს ლამის ის გახადეს ყველაფერი ცოდნე, ყველაფერი მოძღვარიც ის არის, მღვდელიც ის არის, მასწავლებელიც ის არის, ისიც არის, შემგონებელიც არის და ეკლესიას კიდე ესენი აგერ წერია, სხვადასხვა ყავდა ადამიანები გადანაწილებული იყო ეს ყველაფერი და ნამეტანია, ამიტომ მე რომ მკითხო, ყველა მღვდელი ხომ წერია, მამო, ესე მოგიწოდებენო თქვენ რაბის იგივე მოძღვარს, წინამძღვარს, მამას. აი ეგ როგორ უნდა გავიგოთ? აი ხა შეიძლება ეს აი მანდ უფრო ქვემოთ ნათქვამია რომ უფრო ღვთისმსახური ამ გაგებით უნდა იყოს მსახური. ღვთისმსახური ანუ მღვდელმსახური. რომელი მომენტიც მსახურებით კონტექსტში გაიაზრება და არა რაღაც თანამდებობის კონტექსტში, ხო, სადაც აკეთებს მსახურებიან მას. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ხო გითხარით, ბევრი რამეში საქართველოს ეკლესიას მე არ ვიცი ახლა. ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ, ეს უნდა მოხდეს შინაგანი გაღვიძება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა შიგნით ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენ ძველ მართლმადიდებლურ ფესვებს, როდესაც ჩვენთვის კიდე ერთხელ ვამბობ, მართლის მადიდებელი არის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით ადიდებს უფალს, ადიდებს თავის შემოქმედებას. რას ნიშნავს ეგ? აი ქრისტე ამბობს, რომ ეკითხებია მამა გვაჩვენეო და იესო პასუხობს რამდენი ხანია თქვენთან ვარ და ვერ მიცანი ფილიპე ვინც მე მიხილა მამა იხილა შენ როცა ქრისტეზე ქადაგებ მე არ მაინტერესებს მე არ ვიცი ვიზე ქადა იმას ვერ ხედავ მე შენ ქრისტეს უნდა წარა ქრისტეზე კი არ უნდა იქადაგო ქრისტე უნდა იქადა ქრისტეს უნდა წარმოადგენდე როგორც ცხებულ შენ უნდა იყო გახსენება მისი შენ მასზე კი არ უნდა ლაპარაკობდე მისი მანიფესტაცია უნდა იყო მისი სურნელი შემოფრქვევა მისი გემო მისი ფერი შენთან ყოფნა შენგან ქრისტე უნდა გაახსენო ადამიანს აი ესეც გასათვალისწინებელია რომ სიტყვის ქადაგება ალბათ დიდი დანიშნულებაა სასულიერო პირის მღვდლის სიტყვის ქადაგება ამიტომ მღვდელი ყველა მღვდელი არ შეიძლება თუნდაც მოძღვარი იყოს ან რაღაცა გადანაწილებული უნდა იყოს ავტომატურად მოძღვარი მაგალითად მე მიჭირს ჩემ თავზე ახლა მართლა მოძღვარი ეს ისეთი ის არ არის ადვილი კაც უბრალო სტატუსი ალბათ ღვთისმსახური იქნება ან მღვდელმსახური უფრო ძველ ქართულად არის ასეთი სიტყვა მღვდელმესრულე რომელიც ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს პასუხისმგებლობას სასულიერო პირის დელი თუნდაც აღსარებით რაღაც ძალიან გავრცელებულია ისეთი რომ თითქმის ლამის იურიდიული მნიშვნელობა მიანიჭონ იმას შენდობის ლოცვის წაკითხვას ეს მართლმადიდებლური მოძღვარება არ არის ეს კათოლიკურია მაგრამ ხდება ხოლმე თითქმის იქამდე მაგიური ძალა ენიჭება აი ყველაზე დიდი კიდე რა პრობლემა გვაქვს ჩვენი პრობლემა თუ არ ვილაპარაკეთ ჩვენი ეკლესია პერიოდი მე მიყვარს ჩვენი ეკლესია მიყვარს და აქ ვარ მე და მე ვიცი რამხელა სიმდიდრე გვაქვს გამოუყენებელი და როგორი არასწორი მე ვარ კიდე მოყოლილი ხო ამას რაღაცა რა მითხარი რას გულისხმობთ იმაში ანუ ხდელსო მაგიური აი ძალიან დიდი გაის არის მაგიზმში ეს ჯერ მამა ერმოლაუსი აღნიშნავდა ამას ბერი ერმოლაუსი ათონზე ახლა დაყუდებული ბერი ზუსტად მაგიზმის შემოსვლა მართლმადიდებლობაში ეს თვალი უნდა მაგია როდესაც რაღაცა გარედან მოქმედებს და მე აი ეს ჩვენი ბედოვლათობის
ნიშანის არის ქართველების, რომ ჩვენ ძალიან ზედმეტად ვართ დედიკოს ბავშვები რა. ანუ ის გააკეთებს ღმერთი ღვთისმშობელი დაგვიცავს, ამიტომ მთელი ბიბლია გაჟღენთილია ებრაელები იყვნენ ესეთი რჩეულები და ნუ დაენდობი ცრუ სიტყვებს, რომ უფლის ტაძარი აქო, თუ შენ ცხოვრების წესს არ შეცვლიო ამას დაგემხობა თავზეო და ზუსტად სოლომონის ტაძარი მაგის გამო დაიგერა და იერემია დაიჭირეს იმ მეფემ იმის გამო რატო წინას არ მეტყველობა შენ რომ ეს ტაძარი დაიგერა როგორო წმინდა ტაძარში მტერს რა უდავ იერემია რა უთხრა ისი ტაძარი ადამიანი ტაძრისთვის კი არა ტაძარი ადამიანის შეკეთება თქვენ უკვე ეშმაკის ტაძარი გახდით თქვენ ცოდვებს ჩადიხართ ღვთის შიში მიტოვებული გახდა ტაძარი და მიწა ნოლია ღმერთისთვის არაფერი არ არისო ეგა თქვენ და დაინგრა მაგის გამო ამიტომ მაგის იმედი კი არ გვქონდა რჩეულობა არის როცა ცხოვრობ ქრისტეს პრინციპებით და ამიტომ მაგია არის როდესაც შენ ძალიან ზედმეტად ხატის ფარველობა, ჯვრის ფარველობა, ზიარები, ახსარების თქმა, ანუ დაფიქსირებულია რაღაცნაირად. აი მაგალითად მე თუ ჯვარი მკიდია დამთავრდა. თითქოს მაგია ხო არ არის კაცო? ჯვარი გახსენებაცა, დიახ პატიოსანია ჯვარი, წმიდა ჯვარი, დიახაც, მაგრამ შეერთებული ჩემ შინაგან წმენასა და ცხოვრების წესთან მაშინ აქ ძალი თორე მე თუ არაფრით არ შევასაბამები, ქრისტეს ცნებებით არ ვცხოვრობ, არაფერისა და ამ დროს მე ვამბობ მე დამიცავს ხატები, დამიცავს ჯვრები, დამიცავს წმინდა ტაძარი, დამიცავს ეს ყველგან ჯვრებს დავაყენებ და ისინი დამიცავენ და დავიცნოთ მაშინ და ვუყუროთ აბა ჯვრები როგორ იცავენ მტრების შემოსევისგან. აი ეს მაგიზმში გადადის, თორე განა არ არის საჭირო, კაცო. იყო ჯვარიც აგერ მაგრამ მაგასაც ვამბობ, ნახე სანამდე დავი, იესო ჯვარზე ეკიდა და ჩვენ კიდე ჯვარი ვკიდია. ჯვარზე დაკიდება არავის არ უნდა. აბა ჯვარზე დაკიდება რა არის? აბა მიდი და გინებაზე უპასუხოს კაი ქართველმა მართლმადიდებელმა, კაი ქართველმა აი გინებაზე უპასუხოს, აბა ღმერთმა შეგინდოს, აბა გააკეთოს რა ჯვრის ძალა ეგ არის, როცა შეგიძლია გააკრა ჯვარზე შენი მრისხანება, შენი ამბიცია, შენი სუსტი ხაჩვევები, ვნებები, ემოციები ეგ არის იესო რომ კანკანებს ჯვარზე და ეს არცეთ ქართველს არ გვინდა სამწუხარო და უფრო აქცენტი არის გადატანე გარეგნულებზე ყველგან და მე ვამბობ რომ ამის ტენდენცია არის საშიშროება ამის რომ მაგიაში არ გადაგვივიდეს ეს ყველაფერი ზიარებაც კი მაგია გახდება თუ კი შენ თვითმიზანია ჩვენთან ბავშვებს აზიარებენ მშობლები ესე იგი იციან რომ ზიარება კარგია ბიჭო კარგი მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ვერც გაიგებს იმ ზიარება, რამდენად შენ ეს გაცნობიერებული აქტია და გაუცნობიერებელში გადაგვა ყველაფერი და ქრისტე კიდე ამბობს, არაფერი ადამიანია თქვენი საიდუმლო სულაც არიშავს იმას, რომ ეს საიდუმლოა, რომ ვერ გავიგებ. არა, საიდუმლო ტვინი ვერ ჩავა, როგორ გითხრა, აი მაგალითად, სიყვარული საიდუმლოა, რატო? იმიტომ ლოგიკით ვერ გაიგებ, ვერც გამოკვლევი, ვერც მეცნიერებმა, რომ რა გამოგიკვირენ და გითხრა, რომ შენ არ გიყვარსო, შენ იცი რომ მიყვარს, იმიტომ რომ ეს ისეთი რაღაცა რომელსაც ლოგიკა ვერ ჩავა. ზაბდო ზიარების აქტი ეს არ არის ის თუ დაფიქსირება უბრალოდ და ბავშვს თუ ვაზიარე, ბავშვი კარგად გახდება. იქ რაღაცა მას ვიზამ, ამას ვიზამ, იქ პანაშვილს გადავახტევინებ. ბიჭო, კი, მაგრამ ამ დროს ეს შენი მაპროვოცირებელია. შენ ხარ აქ თავარი სუბიექტი. შენში უნდა გამოიწვიოს ცვლილება, შენში უნდა გამოიწვიოს ის რომ შენ ამ ზიარების მერე, ამ ჯვრის მერე, ამ ყველაფრის მერე ყოველდღიურ ცხოვრებაში უკეთესი ქრისტიანი ხარ, ვიდრე აქამდე იყავი. და თუ ეს არ ხდება და ცხოვრება არ იცვლება, საიქიოსთვის ვაგროვებ პროდუქციას. ეგრე მინ გამოიგონა ესეთი. და რელიგია გახდო მეგა ქრისტე არ არის რელიგია. ქრისტე ცხოვრების წესი მოიტანა. აი ერთ რაღაცას გეტყვით კიდე და მიხვდებით ამას, რატო ვამბობ ამას მნიშვნელოვნად. ასეთი ებრაელებს აქვს ასეთი გამოთქვა. ცნების შესრულებისთვის ჯილდო მცნებაა. ნახეთ, ცნების შესრულებისთვის ჯილდო თვითონ ცნება. ცოდვამ ჩვენ ცხოვრების თავად პრინციპს მოგწყვიტა ღმერთ და რომლის მერე ჩავვარდით ასეთ ურთიერთობების ბადეში გავეხვიეთ, რომელსაც ქვია წუთისოფელი. თავისი ყველა ხლართებით, რომელშიც ახლა ვართ ჩვენ და ვერ ამოვდივართ აქედან. ანუ ამარტი ავცდით და რო ავცდით, შედეგად მე რო ვთქვი, ცოდვა მეთქი. ესაა ცოდვა და ის ცოდვების შედეგია, ამიტომ ცოდვებს კი არ ებრძოლო, მიდგომა შეცვალე და ვერ შეცოდა მერე, უკვე ის თვითონ ჩამოიშლება. ამიტომ იესო ცნების შესვებითის ჯილდო ცნება ნიშნავს, რომ გვაძლევს ცხოვრების ისეთ პრინციპებს, რომლითაც როცა იცხოვრებ,
ჯილდო თვითონ შეცვლილი ცხოვრებაა, 64-ში კი არ გელოდება ჯილდო. აი ამ წუთის სოფელს, რომელიც გაჩნდა მთავარი მცნების, ანუ ღვთის სიტყვის გადასვლის შედეგად, მცნება ახალი მცნება გეძლება იმისთვის, რომ ის რა დაკარგული იყო, დაკარგე და შედეგად მოყვა ასეთი ტანჯული ცხოვრება, ხელახლა გაძლევს, შანს გაძლევს, რომ ისევ მოგცა ისეთი მცნება, რომლის მიყოლით აღადგენს 64-ს, ისევ ურთიერთობებს შეცვლილ. მაგალითად, ქრისტიანების ყველაზე აი რომელშიც ერთ წინადადებაში არის მთელი ქრისტიანული მოზღვრება ჩატეული, ანუ ოქროს პრინციპი. როგორც გინდათ მოგექცნენ ადამიანები, ისე მოიქეცით თქვენ სხვას. ჩვენ ვიქცევით როგორც მეკცევიან, ისე მოვექცევი. ხო, ძაღმა მიკპინა ბარძახში, მეც უკმენ ბარძახში. ნუ უტრირებულად რო თქვა, იგივე საკეთებ შენ, როდესაც გამარჯობა არ მითხრა, არ ვიტყვი გამარჯობას, არ მასესხა, არ ვასესხებ. დაუშვათ არ რაღაცა იქ არ გამომყვა იქ არც მე გავყვები და ნუ უამრავი რაღაცები გვაქვს. ეს არის ცხოველური დორა. ხა თუ ცხოველად ყოფნა გინდა, რომ გირქინეს, ურქინეს შენს. აბა როგორ ხო მირქინა, მაგრამ იესოს სხვა პრინციპი. ადამიანს შეუძლია ცხოველად ყოფნა და ცხოველს არ შეუძლია ადამიანს. სამწუხაროდ, ხო, და აი ეგ არის ადამიანად ყოფნის სიკეთეც და საშიშროებაც. რომ შანსი დაკარგო, რამხელა სიმაღლეზე შეგეძლო ასვლა, ეს არის ჯოჯოხეთი თურმე. სინანული, გვიანი სინანული, რა შეგეძლო ყოფილიყა, ვინ შეგეძლო და სად რაში დახარჯე. შესაბამისად, მაგის თქვა მინდოდა, რომ ანუ როგორც გინდათ მოგექცნენ, ერთ სიტყვაშია განსხვავება. ახლა ნახე, ამდენს რომ ეზიარები, ამდენს რომ მარხულობ, ამდენს რომ კი ეს ყველაფერი, მაგრამ ეს რისთვის ეს ყველაფერი? ეს თავისთავად ღირებული, სულაც არ არის ამ პრინციპში თუ არ მოგიყვანა ამ ყველაფერმა, რომ ყოველ ჯერზე, ხანდახან კი არა კვირაში ერთხელ, ან დღეში ერთხელ, ყოველი ურთიერთობისას ავტობუსში რო დგახარ, მოექცე სხვას ისე, როგორც გინდა მოგექცე. აი მაგალითად ავტობუსში ვდგავართ, გაჭედი სულ მეტროთი მოგზავნო, მაგალითად დამაბიჯე ფეხი, მეშე. დამაბიჯე ფეხი. შენ რა გინდა ხარ რომ მე გითხრა? მე ახლა ერთი ვარიანტი დავუშვათ, ნუ გაიხედე რა იქით რა, გაიწი ეგ ფეხი მომტეხე და რა არის თვალებში არ იხედები კაცო? ნუ ქალი თუ არის შეიძლება რაღაცე მოაყოლოს, კაცი თუ არის გაგიხარდება? არ გაგიხარდება. როგორ გინდა მოგცეოდა შენ რო ბოდისეტყვი ის რაც კარგი რაც მეც დამართია კაცო ყველაფერი ხდება ცხოვრება შემოგევლე. მე რა არაფერი არ წკედი არც არაფერი შენ კარგად იყავ გაგიხარდა. მაშინ შენ რო სხვა დაგაბიჯებს ფეხს ისევე გააკეთე მაშინ შენ რა მანქანით რომ მიდიხარ. შენ როდესაც რაღაცას დააშავებ, ვიღაცას გადაუჭი საავაριო სიტუაცია შეუქმნი თუნდაც. შენ გინდა რომ ვიღაცა ბიტით გადმოგიხდეს იქ და გინებით არ გინდა? არა. შენ გინდა რომ ბოდის რო ეტყვი იმ კაცს, არა უშავ შემოძმაო, მეც დამართია, კაცო, ქართველები ვართ, გენაცვალე გულში. მაშინ შენ რო იგივეს გაგიკეთებ, სხვა რატო აგიდებ? იგივე გაუკეთე სხვას. შენ როგორც გინდოდა მოგცეო და შენ შედი იმ მდგომარეობაში. აბა მიდი და აი ვირეშმაკობა რა არის ქართველები? რა არის ვირეშმაკობა? იცი ამას არ ვაკეთებ და მარხვების იმებს ვიცავთ. ვეძებთ რაღაცებს, ჯვერებს დავიკიდებთ. ბიჭო ეს კარგია, განაცუდია, მაგრამ ეს საშუალებებია, მიზანი ეგ არის. ეს თუ არ გააკეთე, რა აზრი აქვს ცხოვრება არ იცვლება. არც საიქიოში მიგიღებე, ვისუნდი ხარ საიქიოში ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო. აქ რაც ხარ ის გაყვება საიქიოში. არავინ არ გაგითვალისწინებს იქ. ანუ იესოს მოაქვს ახალი ცხოვრების პრინციპები. პრინციპი რომელიც ცვლიან სამყაროს. რატო? წუთის სოფელი არის ურთიერთობა და ის ბადე, რომელიც საკუთარი თავის მინდობით გაჩნდა, რომელშიც ჩვენ ასეთ ტანჯვებში ვიმყოფებით, როგორც რუსთაველი ამბობს. მართლად უთქვამთ, მეცნიერთა წყენაო ჭირთა ბადე. ჭირთა ბადე არის ზევით 64-ზე მოქსოვილი. და ისა 64-ზე მოქსოვილი. ახლა აი ეს ჭირთა ბადე რომელშიც ვიმყოფებით, ეს რომ დაირღვეს, იესოს მოაქვს ეს პრინციპი, ანუ თუ ამ საკუთარი თავის მინდობამ და ამ ძველმა ჩვენ ეს მოგვიტანა და სიკვდილი, იესოს სიცოცხლე მოაქვს რით, თავისი თავი მოაქვს, როგორც პრინციპი, სიცოცხლე, რომელიც ჩუქნის, რომელიც წმენს ყველაფრისგან ძველი კაცის და სულით შემოდის შენში, წმენის სულით, რომ ამ სულით ძლიო ბორო და იცხოვრო. იმ სიყვარულით, რომელიც სიყვარულითაც ქრისტემ შეგვიყვარა. ქრისტე კი არ უნდა გავაკერპოთ და კი არ გავაღმერთოთ, მაგ გაგებით რომ
ჩვენი ღმერთი, ჩვენი ღმერთი იმით გავაღმერთოთ, რომ მისი პრინციპებით ვიცხოვროთ. ეს იქნება მისი თაყვანისცემა. წმინდათა თაყვანისცემაც ამას ნიშნავს, სწორედ რომ ამ ამ სიყვარულის პრინციპებზე გადავაწყოთ ურთიერთობა და შემდეგ ანუ გავქრისტიანდეთ ამ გაგებით. აგა ეს არის ახლა უნდა დაიწყოს ეს. დიახ, პატრიარქმა მაშინ თქვა, ხო გითხარით, მაშინ 90 წლებში 70 წელი ათეისტები ვიყავით. ერთ დღეში როგორ გავქრისტიანდებოდით, ცხოვრებული ზვიადი კი უნდოდა ივერიანო, ქართველო, მაგრამ იქ ბევრი საუკუნოვანი უამრავი თურმე ჯერ რუსებისგან, მერე ათეისტებისგან ეს ამო ქართველისგან გამოდა მიდის ამი დაწერეთის პროცესი, რამდენი ხანია. ეს ჩათვალე რომ ქვევრი რომ რაღაც დიდი ქვევრი რომ გადააბრუნდა და იცლებოდეს ყველაფრისგან, რითაც ის სავსე იყო მიტოვებულობაში და გასუფთავდება და აი ეს ნათელი, რასაც ლაპარაკობს ქრისტეს ნათელი, გაანათებს ჩვენ გულებს, ჩვენ ცხოვრებას, ამის წმენა გვაქვს ჩვენ. ამისთვის არავინ არ ჩათვალოს მე ეკლესიას, მაგრამ ეკლესია ჩვენი სახლია, ჩვენი დედა, ჩვენ ერთად ვარ, ამაში დავიბადეთ. ბუნებრივად შეუძლებელია ეკლესია გააკეთოს. ჩვენ ბაბო ჩვენს რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ მოშურნეები ვართ. რაღაცეები ჩამოსაცლელია, რაღაცეები შესაძლებელია მიდგომა. ვექტორებია გასასწორებელი, ის სიტყვები და ტერმინები, რომელიც აქამდე გვესმოდა სხვანაირად არის ცოტა გასაგები. ეს არ არის მტრობა. ეს არის პირიქით, ერთად უნდა დავждეთ, ერთად როგორ გავაკეთოთ, რა ქრისტე ამბობს, ხე ნაყოფით იცნობაო. საქართველოს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1000-ზე მეტი ეკლესია მონასტერი მაგის ნაყოფს ვიმკით დღეს. მართლა ვართ ეგეთები? 100,000-ობით ბაზიერებლები რო ვართ და 1000-ობით აზრები და ყველგან როცა კომუნისტების დროს საერთოდ არ იყო არაფერი და მასში ცხოვრების წესი ბევრად უკეთესი იყო გეუბნებით. ქრისტიანი არ ახარო კაცი რო გეტყო და მორჩაის აკონტროლებდა ურთიერთობებს. მის ქვეშ ვიყავით, არც ვიცოდი ქრისტე ვინ იყო. დღეს ყოველ სოფელში ტაძარია, ბრევლია, ყველა რაში გვეტყობა? კითხვა არ უნდა დავსვათ, ნაყოფი სად არის? რა გჭირს? რაღაცა გჭირს, ხო რაღაცა არის შესაძლებელი, რაღაცა არის სხვანაირად დასანახი. ასე ჯიუტად რომ ვიტრაბახოთ, ამდენი ტაძარი ყავს, ამდენი რა მნიშვნელობა აქვს, რაოდენობა. კაცო, ერთ ადამიანს ეძებს, ესაია, იერემია, ეგ ერთი კაცი მინდაო ქალაქში თუ ვიპე ქალაქს გადავარჩენო. აქ წმენის ხარისზეა ლაპარაკი და აი ეს ამიტომ აი ეს სიტყვები რაც ვილაპარაკი ეხება ეხლა თქვენ ირიბათად შეხეთ ამ საკითხს, მაინტერესებს. მორჩილებაში არის თავისუფლება? დიახ. და როგორ? უპირობოდ აი როგორ ახაც სიტყვა არის, ახლა მორჩილება სიტყვა რო თქვი, ზოგ ძალიან აღიზიანებს. აი ხო, არასწორად არის გაგებული, ვიდრე მხოლოდ ძლიერ შეუძლია იყოს მორჩილი ამავე დროს. აი მაგათაც ჩვენ რო ქართველებს გვაქვს თავისუფალი სიტყვა. ზოგს გონია თავისუფლება არის ყველაფრის კეთების უფლება მიაჩნიოს თავის. სინამდვილეში თავისი უფალი არის ფლობელი, ფლობს. თავი ფლობელი. დიახ. მაგალითად სოლომონ ბძენს აქ ასეთი გამოთქვა, რომ თავის მომრევი კაცი ქალაქის ამღებ ხედავდავარზე უფრო ძლიერი არის იესო რას აკეთებს. ძლევაი საკვირველიც ეს არის. ძლევაი საკვირველი არის, როდესაც აი მაღდება ადამიანი საკუთარ ბაზე. ამიტომ მორჩილი არის ძლიერი. არა მონური მორჩილები, სხვა საკითხია, შიშიტზე არ არის აქ ლაპარაკი. ძლიერ შეუძლია იყოს თვინიერიც, მომთმენიც, მორჩილის, თავმდაბალიც. ანუ თავისუფლების ნაწილი უნდა იყოს მორჩილების გადაწყვეტილება. დიახ, და თვითონ ეს თავისუფალი სული, ვინც ეს გემო გაიგო მართლა. ამიტომ არის ქრისტეში, ვისაც ეს არ მიუღია, ეს მიტევება, მადლი. ხო, ხოლოდ მას შეუძლია ქრისტესავით მეორე ადამიანის მიმართ იყოს მორჩილებით, ანუ მოთმინებით ზიდოს სხვისი ტვირთიც, იმიტომ რომ მან ზიდა ჩემი ტვირთი, მე ეს ვიცი. და როცა მე ეს ვიცი, განმოცდილი მაგ მე იგივეს ვაკეთებ სხვებისთვისაც. ყოველ შემთხვევაში უნდა გავაკეთო კი არა, უნდა გააკეთებ. მორჩილება და სიმდაბლე რომ დავაკეთო, რატო გახდა აუცილებელი? ნახეთ, ადამიანი აღზევდა, ანუ აი ეს სწორი მდგომარეობა ვქოთ, ნულოვანი მდგომარეობა, ასე 60-ის, ხო? ესე იგი ენერგიის მინიმუმი ეს. და ადამიანი საკუთარი მინდობით ზემით წავიდა ძალიან ამ პარტავნობაში გადავარდა უხეშად, შენ იქნები როგორც ღმერთი, დათვრა რაღაცეები და სინამდვილეში პირიქით თლად დაშორდა ღმერთს.
და მორჩილება არის იმისთვის საჭირო ის რაც ზეაღზევებულია ხელოვნურად ყალბად ისევ დაიყვანოს იმ დონეს საიდანაც გადაცდა და ანუ რასაც შეეჩვიე ტვირით იმის გადაჩვევის აუცილებელი მექანიზმი ისევ დახვიდე ანუ მორჩილებით ყველაფერისგან ვასუფთავებ რაც ჩემი მით არის აღზევებული ჩემი ტვირით შექმნილი და რომელიც ბოლოს სიკვდილია ამიტომ არის აუცილებელი მაგრამ აქ ერთი შემთხვევა აქ მე ისიც უნდა მიწყობდეს ხელს ვის მიმართაც ვარ მორჩილი ანუ ვის უნდა მიწყობდეს ხელს ამ უნარების რა თქმა უნდა გაცოცხლებაში და განხორციელებაში რა თქვენ ახლა თქვით ხო რაც მორჩილს სჭირდება იმისთვის რომ მოიპოვოს თავისუფლება ამიტომ მე ჩემთვის მაგალითად თავისუფალი მფლობელი მორჩილებას ამ კონტექსტში ვხედავ და არა მორჩილებას რომ ყველაფრის თვალი დაუხუჭო და რეაქცია არ ქონდეს და რაღაცა საერთოდ ის აზროვნება მნიშვნელოვანია სხვათა შორის მამაგურამ ერთი რამ გამახსენდა ერთ-ერთი ათეისტის განცხადება იყო სხვათა შორის რელიგიის მიმართ და ამ შემთხვევაში ქრისტიანობაც მოიაზრებოდა იქ რომ რელიგიაშიო ადამიანებიო საკუთარ თავს კარგავენ ანუ აზროვნების უნარს უქვეითებენო ერთმანეთსო ზუსტად იმ გამოისობით რომ ადამიანები ერთმანეთს ემორჩილებიან და ავტორიტეტის მოხმობით მუდმივად აპელირებენ სხვაზე რომ იმან თქვა იმან მითხრა იმან მიმითიტა და ეს არის განსაზღვრელი იმისა რომ ადამიანები წყვეტენო აზროვნებას მართალია არ ჭირდება რა თუნდა ანუ მორჩილების ანუ მე რის თქმა უნდა მორჩილება უნდა გვესმოდეს ჩვენ თავისუფლების კონტექსტში მაგრამ მეორე მხრივ ადამიანი ვისაც ემორჩილება ხო მეორე მხრივ სასულიერო პირს დაუშვათ მისი მრევლი სასულიერო პირი ხო პასუხისმგებელია ამ ადამიანზე რომ რაღაცა ფორმით ეს ადამიანი განავითაროს ხო ამ ადამიანს შეაძლებინოს თვითონ გადაწყვიტოს როგორი ქრისტიანია აი აქ ხო ურთიერთკავშირია მორჩილსა და იმ სუბიექტ შორის იმ სასულიერო პირ შორის იმ იერარქ შორის ვისაც ამ შემთხვევაში ადამიანი ემორჩილება პასუხისმგებლობა ხო ორობითია აქ და მორჩილება პირდაპირ უკავშირდება კიდე აქ ნახეთ აქ ბრმა მორჩილება გვაქვს ტერმინი სიტყვა როდესაც არ გესმის და მორჩილება თვითმიზანი ანუ უნდა დაემორჩილო გესმის თუ არ გესმის აქ უკვე სწორად არ წავა ყველაფერი მორჩილება გაგების პირდაპირ პროპორციულია უბრალოდ ჩვენ დაგვჭირდა მორჩილება იმისთვის გაგება რომ დავკარგეთ უკვე როგორც პატარა ბავშვს ჭირდება რომ ხანდახან ის რაღაცა უთხრა და გააკეთოს ისე რომ არც ესმის და არც არის მაგის დრო მაგრამ ეს აქ არ უნდა დავრჩეთ ჩვენ ამ მდგომარეობაში ეს არის საწყის ეტაპზე დამხმარე საშუალება როცა სხვა გამოსავალი არ არის იმდენად არის ადამიანი უკვე უგუნურებაში რომ ის ხელისატარებელია ასე რომ ვთქვა მაგრამ ეს იყო ქრისტემდეო ქრისტემდე დაქვემდებარებული ვიყავით ამას მაგრამ ქრისტეში უკვე როცა შუქი მოგვეცა სიცხადე მოგვეცა უკვე მორჩილება პირდაპირ უკავშირდება გაგებას გაგებით ხარ მორჩილი გაგებიდან თუ მორჩილი არ ხარ და ხარ ავტორიტეტის გამო ან რაღაც შიშის გამო აქ უკვე არის თუ არა სხვაობა რაც უფრო ადამიანის სხვათა შორის გამგებია და ნათელბოსი მით უფრო თვინიერია ამაზე ლაუძიც ამბობს ანუ თვინიერი და აგრესიული არა ვერ იქნები აგრესიული იმიტომ რომ სხვანაირად ხედავ სამყაროს გულწრფელად ეძებნათ სხვანაირად ხედავ და შენი ამ აი მას აქ რუსთავის აფორიზმი გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვისა ლებილისა ანუ რატო გასტე ქვას დასახევი არა აქვს უკან მყიფე ძალიან ის არის ესეთი აი და მაგრამ ტყვის გრდემლს რო დაატყა მუროს ქვაზე ჩაიწევა ცოტათი უკან ისა აი სირბილე თვინიერება მორჩილება უფრო ძლიერია ვიდრე სიხისტე აგრესია რაღაცა ისეთი სიფიცხე და ყველაფერი აი ეს ანუ ადამიანი მორჩილება სიყვარული და გაგება სინონიმებია ჩემისათვის ერთ ხაზზეა სამივე მე ბევრი ვიცი გავიგე და ჩემი მორჩილებამ გაგების შედეგი ემიტომ შენს უგუნურებას სიჭარბეს მე ჩემი მორჩილების სიჭარბით ვანელებ იმას და ეს რო არ გავანელო მაშინ კატასტროფა იქნება და ამიტომ არის დამტევობა ქვია მიტევება მე ვიტევ ვიც მეც იტევს ის უფრო ანელებ ბოროტებას ეხმარება რომ გათავისუფლდეს მისგან რაღაცა უკან დახევის საშუალება და აი ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ განათლებულ ადამიანს ვით ფართოდ ხედავს იმას არ ეშინია უკან დახევის არ ეშინია თავის დაბდაბი ისევ გასწორდება გაიმართება მაგრამ ვისაც ხელოვნურად აქვს მიტაცებით იერარქიულად
ან თანამდებობრივად, ან სოციალური სტატუსით გარედან მიწებები და შინაგანად არსობრივად არ შეესაბამება, ის დაძაბულია, შიში აქვს, რომ არ დათმოს, დაკარგავს და ქრისტე რატო არის ესეთი ბავშვით მორჩილი, არ ბრაზობს, ლოყაზე არ ტყამენ, ლოცულობს, ძლიერია და იმიტომ, ბევრი იცის, იმ უგუნურებასაც ხედავს, რომლიდანაც ის აგრესია მოდის და ის თავისი ამ ცოდნით, სიმდაბლით და სიყვარულით და ანელეთ, მისი მიზანია არა მოგება, არამედ გონს მოყვანა და გონს მოყვავს ადამიანი სწორედ იმით, რომ იქ სადაც სიმყიფეო და დაახვედრო, იქ სირბილეს ახვედრო და ამით წონასწორობას უკარგა. აი საბრძოლო ხელოვნება არის ესეთი უშუ, ტაიძი და არის კარატე. აი კარატისტებს ძლიერბერი, იმიტომ რომ ის თუ პირდაპირ იმაზე მიდის ძალაზე, ეს წონასწორობას გაკარგვინებს, ანუ არ გხვდება ძალითაც და შენ ამით იმას გინელებს, იმ აგრესიას, იმით რომ აი ზღვას რო დახვდა, ხა ტალღა რო წამოვა, ხა ფოთელი კაცი ხარ და დიდი ტალღა რო წამოვა, თუ დახვდები ასე, გადაგაყირებს და ჩაიწი იმ მომენტში, გადავა ტალღა და ამოყავი თავი. ანუ ადამიანი გაბრაზებული მოდის, გამწარებული, ნახე, შენ თუ ცნობიერება გააქვს, სიყვარული გააქვს, მორჩილება გააქვს, ანუ გამოცდილი კაცი ხარ, ბევრი გინახარ. და რატო უნდა შეეჯახო? ის შენ თავზე არ ფიქრობ, უკვე იმიტომ შენ თავისუფალი ხარ შე. იმაზე ფიქრობ, ამიტომ არ ხვდები მაგას კედელივით, გაიწიე, ცოტა ჩაიწევი, ასე და ანელებ მის აგრესიას. შენ სიმდაბლეზე იმსხვრევა, კლდეზე, როგორც კლდეზე იმსხვრევა და ეს ტალღები. აი ასე მორჩილების შედეგი გარკვეულწილად თავისუფლებას არის. დიახ, მე ამ მორჩილებას მაგრამ ამ თავისუფლებაში ხელი ხომ უნდა შეუწყო ადამიანს, თქვენ როგორც მოძღვარი, რეალურად ხელს უწყობთ ადამიანს იმისთვის, რომ ამ მოიპოვოს თავისუფლება. ის განთავისუფლება და ამ მორჩილების პროცესი, მისი განვითარების, მისი წინსვლის პროცესია. ერთი მხრივ, ანუ მე ვამბობ, მეორე მხრივ პასუხისმგებლობა ხო ეკისრება იმასაც, ვის მიმართაც ადამიანი დამორჩილებულია. დიახ. ამ გაგებით ჩვენ განთავისუფლებას უწყობთ ხელს, ანუ სასულიერო პირები, იერარქები, ხო? როცა პირველი სასულიერო დიახ, მორჩილება არის და არა მუდმივად შენ აი, მაგას ვამბობ, აი შენ რო ოსტატი იყო ახლა და შენთან რო მოვიდე შეგირდი. შენი მიზანი რა არის? რომ სულ ყავდეს შეგირდა, თუმცა ზოგი აკეთებს ასე ამას. ხო, ზოგს ეს რაღაცა ის არასწავლის, ხეზე ასვლას. კომფორტულება ეს, ხეზე ასვლას. აი, თვითონ და იესო კიდე 12-ს მიუბრუნდა და თქვენ წადით თუ გინდათ. იესოს თვითმიზანი არ იყო მორჩილებაში ყოლოდა ხალხი ბევრი. არამედ იყო ის თავისუფალი ადამიანი, გათავისუფლებული. ამიტომ ერთი მხრივ მორჩილება საჭირო, მე რო გიტარის მასწავლებელი, შენ თუ არ დამემორჩილები, მაგ გააგებით, რომ არ მომისმენ, რასაც გეტყვი არ გააკეთე, ვერ ისწავლი გიტარა. არის მე შენ მემორჩილები ინსტიტუციურად კი არა, შიშით კი არა, ვალდებულებით კი არა, სიყვარულით და იმის წყურვილით, რომ რაც მე ვიცი, ის შენზე გადმოიქაჩოს, შენ გახდე ის და მაგრამ მე თუ ეს არ ვიცი, როგორ დამემორჩილები მაშინ. რის გამო და უკვე ინსტიტუციად იქცევა, უკვე გარეგნულ ფორმებად და არ არის არსობრივ ცვლილება, ვერაფერს ვერ სწავლობს. მაგრამ მასწავლებლის არ ცდილობს ბოლომდე ასწავლოს გიტარას. ვერას არა თუ ნამდვილად შეინარჩუნოს როგორც მოსწავლე. მაგრამ მეორეს გეტყვი, შეგისწორებ. მაგაგები თუ ისა, უბრალოდ არ ცდილობს, ასე შეუძლებელია მასწავლებელი არ ცდილობს. არ არის მასწავლებელი და იმიტომ. ნამდვილი მასწავლებელი არასდროს არ გააკეთე. არ სტატუსით მასწავლებელი კი არა. მართლა პროფესიონალი, ვის თავის საქმე იცის, იმას არასდროს არ ჭირდება, რომ ვიღაცა მას ვისა მორჩილად ყავს. ჯერეთი ადამიანს მორჩილად ყოფნა ეს არის დანაშაული. არ შეიძლება კაცი კაცის ბატონი იყოს ან უფროსი იყოს. მხოლოდ და მხოლოდ მიზნით. თვით მიზანი არ გარკვეული მიზნით მე გავთავისუფლებ და კი არ დავრჩე, ახლა წარმოვიდგინე პალატაში რო შემოიყვანო, რა ვამბობ და ექიმს უდოდოზე სულ ეწვეს პალატაში და ფულს აკეთებს ამი. დაუშვათ. და არ უშვებდეს სახში. არ უკეთებს ისეთ манипуляციას, რომ მალი გაეწეროს. აი ესე გააკეთებს ალბათ ადამიანები ვის თვითმიზანია რო ყავდეთ მორჩილება ნამდვილს კიდე მე რო გითხრა ნამდვილ ოსტატს ნამდვილ გაცნობიერებულ ნათელღებულ სიცოცხლის სავსე მოძღვარს თუ ოსტატს თუ ვინც არის ყოველთვის უხარია რომ რაც უფრო ჩქარა გამოეწერება და გათავისუფლდა უკეთესად მოიქცევა ვიდრე თვითონ იცის და ყოველთვის იესოც იგივესაა ჩემზე მეც საქმეებს გააკეთებთო გათავისუფლება არის ანუ მორჩილება საშუალება დროებით იმისთვის რათა თავისუფლება მიიღო მერე და
არ გახდი ინსტიტუციურად რაღაცა სტატუსად არ გექცეს ვიღაცას მორჩილი და ვიღაცას მბრძანებელი თუ რაღაც ავტორიტეტი ეს არაფის მომტანია ესეთი გარეგნული ავტორიტეტი და გარეგნული მორჩილებები. კეთილი მაგურა დიდი მადლობა რამეს დამატება ხო არ გსურთ პრინციპში ჩვენ ამოვწურეთ. დამატებას ერთს ვისურვებდი რომ რახა ჩვენ რაღაცა განგება საქართველოს სინამდვილეში გვარგუნა სასულიერო პირის თუ მოძღვრის თუ მღვდლის თუ რაღაც ფუნქცია მეტნაკლებად და ასე თუ ისე ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენზე ჩვენ მოგვეთხოვება პირველ რიგში ვიყოთ არა ავტორიტეტად კი არ გამოვიყენოთ ეს და სტატუსად მხოლოდ ამით კი არ გავიდეთ წინ რომ ეს ვისარგებლოთ არანაირი გარეგნული რეგალია ქრისტეს არ ქონდა რომლითაც ის ზემოქმედებას მოახდენდა ადამიანებს არც ერთი ატრიბუტი ადამიანებს ზეგავლის მოხდე მხოლოდ შინაგანი სამყარო ქრისტეს უდოდა ეს სამყარო დაენახათ აი ეს სამყარო გავასუფთავოთ მივცეთ უფალს თავი მიუძღოთ და ქრისტე თუ არა ქრისტეს პატარა გამხსენებლები მაინც ვიყოთ და მე ისინი თვითონ იპოვიან თავი გზას ადამიანი თავისუფალია და თვითმიზანი კი არ უნდა იყოს რომ ესეთი მე სულ ამ სტატუსში ვიყო და ვიღაცა მემორჩილებოდა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ჩვენთან მოდიოდნენ რომ ვასწავლოთ სიცოცხლე ვასწავლოთ სიყვარული და ეს რომ ვასწავლოთ და ეს რომ მიიღოთ ჩვენ თვითონ უნდა ვსწავლობდეთ და ვიღებდეთ მუდმივად უფლიდან სიცოცხლეს და აი მასში არის ჩვენი გადარჩენა და აღორძინება და ყველაფერი დიახ აი მას უსურვებდი ყველას მოწვართ გაიხარეთ მაგურამ დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი მადლობა თქვენს რომ მომეცით საშუალება რომ რაღაცა გამომეთქვა რაც პირიქით ხო ეს პირიქით დიდი მადლობა დაგემშვიდობებით თქვენ და დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს დროებით